მიხარია, რომ დღეს ხართ ჩემთან ერთად. სიმართლე გითხრათ, თქვენ ალბათ რაღაცა განწყობით, როცა მოდიხართ კურსზე, ხო? და აი აქაც თუ მოხვედით, თქვათ განწყობით, რომ რაღაცა ახალი ან გავიგო, ან ახლებურად შევხედო იმას, რაც აქამდე ვიცოდი, ან საკუთარ თავში კითხვები ბევრი გვაქვს, ყველას გვაქვს და რაღაცა ნაწილს მაინც გავცე ამ კითხვებს პასუხი. ზუსტად იგივე მიზნით და იგივე განცდებით მოვდივარ ხოლმე მეც ყოველთვის მსგავს შეხვედრებზე, იმიტომ რომ აი რასაც დღეს თქვენ წაიღებთ და დიდი იმედი მაქვს რომ წაიღებთ, მე ყოველ შემთხვევაში ზუსტად ვიცი რომ ორი იმდენს წავიღებ თქვენთან ურთიერთობით, აი ამ სივრცეში, ამ სხვადასხვა თემაზე ფიქრით და ერთად მსჯელობით. ამიტომ ნებისმიერ დროს თუ კი თქვენი მოსაზრების გამოთქმის სურვილი გექნებათ, კითხვის დასმის სურვილი გექნებათ, ძალიან გთხოვთ რომ გამოწყვეტინოთ, უნდა ველოდებით, ასე ვთქვათ, მეორე ნახევარს ჩვენი შეხვედრის და მაქსიმალურად ინტერაქციული გავხადოთ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა, იმიტომ რომ ფსიქოლოგია არის თემა, რომელთანაც ყველას გვაქვს შეხება, იმიტომ რომ ჩვენ გვეხება, საკუთარ თავს ეხება, ჩვენს ფიქრებს, ჩვენს ქცევას, ჩვენს ემოციებს ეხება და აქედან გამომდინარე სათქმელი ყველას გვაქვს ცალსახად. უბრალოდ მე ყოველთვის ვცდილობ ხოლმე ამგვარ შეხვედრებში, რომ აი ის ყველაფერი, რაც ჩვენ გვაქვს სათქმელი, რაღაცნაირად ფუძნოთ თეორიულ, პრაქტიკულ თუ კვლევაზე დაფუძნებულ ცოდნას, რომ დავუკავშიროთ ერთგვარად ის, რაც მე მაშფოთებს, მაღელვებს, ჯერ ერთი რომ გავიგო, რომ თურმე მარტო სულაც არ ვარ და აგერ ადამიანებს კვლევები უტარებიათ იმაზე, რაზეც მე დღეს აქ განვიცდი და მგონია რომ მარტო არ ამ განცდასთან და მეორე, რა თქმა უნდა, ფსიქოგანათლება არის ხოლმე მთავარი მიზანი ჩემი ასეთ ჯგუფებთან შეხვედრის. ასე რომ კიდევ ერთხელ მადლობა და დავიწყოთ. სტრესთან დაკავშირებულ შეხვედრებს, ლექცია იქნება თუ ასეთი ტიპის შეხვედრები, ყოველთვის ვიწყებ ასეთი ფრაზით, რომ ცხოვრება არის რთული, ცხოვრება არის სტრესული და ეს არის ფაქტი. არავის არ მოვუტყუებივართ, რომ ჩვენი ცხოვრება იქნებოდა ყოველთვის სტრესის გარეშე, რომ ჩვენი ცხოვრება იქნებოდა ყოველთვის ძალიან გადასარევი და ფერადი, ხო? აქედან გამომდინარე, კი, სტრესი ჩვენი ცხოვრების, ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია, თუმცა მნიშვნელოვანი აქ ის არის, რომ ჩვენ სტრესი უნდა ვაქციოთ როგორც წესის შესაძლებლობად და როგორც წესი ძალიან დიდ გამოწვევად. და აი ამას როგორ ვახერხებთ, აი ეს არის უკვე ის ტექნიკა, რაზეც დღეს მე მექნება თქვენთან საუბარი. მე ჩემი გამოცდილებით ვიწყებ ხოლმე, ჩემი გამოცდილების გაზიარებით, ასე ვთქვათ, ჩემმა 20 წლიანმა, ცოტა მეტია, მაგრამ დანარჩენს აღარ ვამბობ ხოლმე, მაგრამ ნუ კაი, 20 წლიანმა სამუშაო გამოცდილებამ ცალსახად დამანახა, რომ ძალიან ბევრ სიახლეზე ვთქვივარი, ან კინაღამ ვთქვივარი, იმიტომ რომ სწორედ სტრესის შემეშინდა და ასევე თუ კი სადმე რაიმე წარმატება ჩემს ბიოგრაფიაში, ასე ვთქვათ, გამოიკვეთა, ეს იყო ყოველთვის ძალიან დიდი სტრესის, როგორც შესაძლებლობა, ისე დანახვის შედეგი. მაგალითად, მუშაობდი ერთ-ერთ არ ვიტყვი ორგანიზაცია იყო თუ რა იყო, ადგილას, რო არ მოხდეს ასე ვთქვათ იდენტიფიცირება, სადაც ძალიან კარგად გრძნობდი თავს, მოვიდა შეიცვალა უფროსი და ახალმა უფროსმა მითხრა, რომ ძალიან კაი თანამშრომელი ხარო, ყველა შენს პროფესიონალიზმზე მელაპარაკებაო, მაგრამო, ასე წინადადებას ხო როგორც წესი მოყვება ხოლმე, მაგრამო აი რა ვქნათ, ჩემი ბავშვობის მეგობარიაო, ერთად მოვდივართო, ამდენი წელი, ყველგან ერთად ვიყავითო და შენს ადგილასო, კონკრეტულად ის უნდა დავნიშნო, მაგრამო, შენო სხვაგან გადაგნიშნავო, ანუ იქ უნდა გადავენიშნე, სადაც მე არანაირი კომპეტენცია არ მქონდა. ეს ჩემთვის დიდი სტრესი იყო, ცხადია, მართლაც ძალიან დიდი დისტრესი, ანუ დიდი სტრესი, როცა ამას უკვე დისტრესი ეწოდება, ანუ სტრესორი იყო ჩემთვის ეს გარემოება, იმიტომ რომ მე მომწონდა იქ მუშაობა და კარგად გრძნობდი თავს და მეგონა კიდეც რომ პროფესიონალი ვიყავი, ხო? ამიტომ იქ ორი რამ უნდა გამეკეთებინა. ერთი რომ, რა ვიცი, დამეხურა ქუდი და წამოსულიყავი და ჩავარდნილიყავი ძალიან მძიმე ემოციურ მდგომარეობაში. ან მეორე ვარიანტი იყო, რომ წავსულიყავი სასამართლოში. სასამართლოში ვერ წავიდოდი, იმიტომ სწორედ რომ ჩვენ როცა სტრესს ვეჯახებით, ჩვენ უნდა ჩვენი შესაძლებლობები კარგად შევაფასოთ. მე უნდა ვიცოდე მე რა რესურსი მაქვს. მე არ მქონდა სასამართლოს რესურსი, ვიცოდი. უფრო გავწამდებოდი და ნუ აი არ შემეძლო. ამიტომ ამ ყველაფერს მაშინ გამიმართლა, რომ შევხედე ისე რომ არაუშავს, წავალ სადღაც სხვაგან ვიმუშავებ და ამ დროს გამოვიყენებ იმისთვის, რომ ჩემი ნანატრი დისერტაცია დავიცვა.
და მართლაც მივეცი საკუთარ თავს პირობა, რომ მოდი აი ეს სტრესი ძლივს რო ავდექი მეორე დღეს და გამოვიხედე თვალებში, გამოვიყენო იმისთვის, რომ როგორც იქნა მე მექნება დრო იმისთვის, რომ დავიცვა დისერტაცია და მართლაც დავიცავი დისერტაცია, გამოვეცი ჩემი პირველი წიგნი, რომელთა დღემდე ძალიან ამაყი ვარ და იმ კაცს, რომელმაც ეს გამიკეთა ქუჩაში დღეს რო ხვდები, ისეთ ფილად ვესალმები, რომ ალბათ ყველა ჯერზე გაოცებული მიყურებს, იმიტომ რომ ვერაფრით ვერ ხვდება მობრძანდით. რასთან გაქვს საქმე? მქონდა კიდევ ერთი ესეთი შემთხვევა, იგივენაირი ზუსტად, რომ ისევ მითხრეს, რომ მოდი ახლა შენ წადი. რომელი კურსი? ფსიქოლოგიის. აი, აქ მობრძანდით, დავბრძანდით. ისევ შეიცვალა უფროსი, იგივე სცენარი განვითარდა და მაშინაც ესეც ფაქცია ერთგვარ შესაძლებლობად და ის მიმართულება ვისწავლებ ფსიქოთერაპიაში, რომელიც მე ძალიან მინდოდა და დიდი ხანი მინდოდა. ერთი სიტყვით, რატო ვყვები ამ ყველაფერს? ვყვები იმიტომ, რომ ჯერ ერთი არ წარმოვიდგინოთ, რომ მარტო ესეთი გადასარევი შემთხვევები იყო ჩემს ცხოვრებაში, ძალიან ბევრი ცხვირის წატეხვაც იყო და ძალიან ბევრი ისეთი გარემოება, როცა მე სტრესმა მაჯობა, მაგრამ სადაც კი მე საკუთარ თავს წარმატებულად აღვიქვამ და ეს აღქმაც ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? თვითეფექტურობა ქვია ამას, რომ მე რაღაცა შემიძლია, აი ეს რამაც მომიტანა ყოველთვის ძალიან დიდ სტრესთან გამკლავების და სტრესის როგორც შესაძლებლობის აღმოჩენის შედეგი იყო. შესაბამისად, საკუთარი გამოცდილებითაც აღმოვაჩინე და მე უკვე ყველა ლიტერატურაც და კვლევაც ამას ცხადყოფს, რომ სტრესის გაანალიზების დროს აბსოლუტურად ყველაფერი არის ჩემს ინტერპრეტაციაზე დამოკიდებული და ერთი კონკრეტული სტრესული გარემო შეიძლება სულ სხვაგვარად აღიქმებოდეს ერთი ადამიანის მიერ და სრულიად განსხვავებულად მეორე ადამიანის მიერ. აი ესეთი მარტივი მაგალითიც მოყავთ ხოლმე, რომ აი მაგალითად ორი კაცი, ორივეს უნდა სამსახური, ორი ახალგაზრდა ბიჭია, ორივე დაეძებს სამსახურს, ორივე მივიდა გასაუბრებაზე, ორივე დაიწუნეს. ერთი ფიქრობს, რომ აი როგორი უიღბლო ვარ, კიდევ ერთხელ უარი მივიღე და ანებებს საერთოდ სამსახურის ძიებას თავს. მეორე ამბობს, რომ კიდე კაი აქ მივედი, იმიტომ რომ ზუსტად მივხვდი ხა როგორ უნდა მოვემზადო, შემდეგი გასაუბრებისთვის და საბოლოო ჯამში პოულობს, ხო? აი ეს არის რეალურად რაც ჩვენ შეგვიძლია სტრესთან მიმართებაში, რაზეც შეგვიძლია სტრესთან მიმართებაში ვიფიქროთ. იმიტომ რომ სტრესის ვერც ერთ ლექციაზე, ვერც ერთი მე რა მოსატანი ვარ და ჩემზე გაცილებით უფრო კარგი ფსიქოთერაპევტი თუ ფსიქოლოგი ვერ გვეტყვის, რომ მოდი ახლა მე თქვენ გასწავლოთ, როგორ იცხოვროთ სტრესის გარეშე. ასეთი რამ ხო არ არსებობს, მაგრამ სტრესს როგორ შევხედავთ, აი ეს შეგვიძლია ჩვენს ხელთ არის და ეს შეგვიძლია შევცვალოთ. სწორედ ამიტომ დღევანდელი ჩვენი შეხვედრის მთავარი ჩემი მიზანი იქნება, სწორედ რომ დაგაფიქროთ სტრესის აი ამ ინდივიდუალურ ბუნებაზე და გაპოვნინოთ მასთან გამკლავების თქვენი უნიკალური გზა. კიდევ ერთი კაცია და აქედან უკვე გადავალთ შინაარსში, რომელიც მინდა თქვენ გაგაცნოთ, ეს არის W. მიჩელი, რომელსაც საოცარი ბიოგრაფია აქვს და ისტორიას სტრეს მედეგობაზე როცა ვსაუბრობთ, ძალიან ბევრი ფსიქოლოგს მოყავს ხოლმე ამ კაცის ბიოგრაფია მაგალითად. 1971 წელს ერთი ქალაქიდან მეორეში მოტოციკლეტით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ავტოავარია მოუვიდა და შეასკდა მთელი ძალით დიდ მანქანას, რომელსაც გადაჰქონდა ბენზინის გადამზიდავი დიდი მანქანები რო ერთ ესე ვთქვათ. წაეკიდა ცეცხლი და გადადებული იყო, მოკლედ ფიქრობდნენ რომ ამისგან ცოცხალი ვერ გადარჩებოდა, მაგრამ გადარჩა. მიუხედავად დამწრობისა, გადარჩა, დიდხნიანი რეაბილიტაცია დასჭირდა, ამ რეაბილიტაციის გამო დაკარგა ყველაფერი, რაც მანამდე ჰქონდა და დაიწყო ნულიდან, რომ გამოვიდა სარეაბილიტაციო ცენტრიდან და სულ რამდენიმე წელიწადში 65 მილიონად შეფასებული ახალი ბიზნესი ჰქონდა. ამ ბიზნესის მოლაპარაკებისთვის ერთი ქალაქიდან მეორეში მიდიოდა, რადგანაც ავიაკატასტროფაში მოყვა. ესე დრამატული სურათი ღმერთმა გვაშოროს ცხადია, მაგრამ ეს ნამდვილი კაცია, რომელიც მოყვა ავიაკატასტროფაში და გადარჩა, მაშინაც ექიმები ამბობდნენ, რომ დამთავრდა ამის ცხოვრება, მაგრამ მაშინაც მან გააგრძელა ცხოვრება, უბრალოდ მას უთხრეს, რომ ვეღარასდროს ვეღარ გაივლიდა. და ისწორედ მაშინ მან თქვა, რომ 1000 რაღაცის გაკეთება თუ შემეძლო მანამდე, ახლა შემიძლია 999-ის, ერთის გარდა, სიარულის გარდა და მას შემდეგ დღემდე არის мотиваციური სპიკერი, შტატიდან შტატში დადის, ადამიანებს ხანრას უყვება და ხანრას ცოტა ხანი პოლიტიკაშიც ცადაბედი და მოკლედ ძალიან გამორჩეულად საინტერესო ფიგურაა. ცხადია, რომ ასეთი დრამატული ბედის გაზიარება სულ არ გვჭირდება, მაგრამ ჩვენ პატარ-პატარა ცეცხლები ჩვენს სხეულზე თუ ჩვენს გონებაში მოკიდებული ყველას გვაქვს და სწორედ აი ეს ცეცხლები როგორ ჩავაქროთ და როგორ გავაგრძელოთ ცხოვრება, ამას გვასწავლის კიდევ ერთი ტერმინი, ეს უკვე არის სტრესმედეგობა, რასაც დღეს ჩვენ შევეხებით და ამ კაცის ისტორია იმიტომ მოვყევი, რომ სწორედ სტრესმედეგობის საუკეთესო მაგალითია. შესაბამისად, დღეს ჩვენ სტრესის მახასიათებლებს შევეხებით, სტრესმედეგობა როგორ გამოვიმუშაოთ, ამაზე ვილაპარაკებთ და ბოლოს ჩვენ შესაძლებლობებზეც გავამახვილებთ ყურადღებას. პირველ რიგში რა არის სტრესი?
ოფიციალური განმარტება არის, რომ დღის განმავლობაში სხვადასხვა ემოციას განვიცდით, ზღვა ემოციებს, ზოგი ძალიან ემოციური ვარ, ზოგი ნაკლებად, მაგრამ ემოცია ჩვენი ყოველდღიურობის თამდევია და აი ამ ემოციებს ფონად რაც გასდევს, ეს არის სწორედ სტრესი. მეორენაირად განმარტება უკვე ფილიპ ზიმბარდო, ძალიან დიდი ფსიქოლოგი, როგორც განგვიმარტავს სტრესს, ეს არის სტრესი ორგანიზმის მიერ განხორციელებული რეაქციათა პატერნია, ანუ გარკვეული შემუშავებული მეთოდია იმ მასტიმულირებელი მოვლენების მიმართ, რომელიც ჩვენ წონასწორობას გვირღვევს და გამოცდას გვიწყობს და აღემატება ჩვენი დაძლევის უნარს. აი ეს არის სტრესიო და იქვე დისტრესაც განმარტავენ. დისტრესი ეს არის მდგომარეობა, როცა უკვე ვეღარ ვუმკლავდებით სტრესს და ვეღარ ვცხოვრობთ ჩვეული რიტმით. სტრესის დროს სამედიცინო ეზე რა ხდება, ამაზეც ვილაპარაკებთ. ჰიპოთალამუსი არის მოკლედ ექიმი ხომ არ ახართ რომელიმე რომ დამეხმაროთ ამ ნაწილში. ჰიპოთალამუსი როგორ არის ჩართული, ადრენალინი რაში გვეხმარება და როგორ ორგანიზმს, ამაზეც ხადია ვილაპარაკებთ. თუმცა აი აქაც შორს არ ვართ ჩვენ მედიცინისგან, იმიტომ რომ აი ეს წონასწორობის განცდა არის რა, რომ ჩვენ ორგანიზმში გვაქვს გარკვეული ჰომეოსტაზური მდგომარეობა. სხვათა შორის მარინა კაჭარავას აქვს ძალიან კარგი ლექცია, ონლაინაც დევს, ამასთან დაკავშირებით, აი ჰომეოსტაზი რო ირღვევა რა ხდება, კარგად ხსნის. და აი ჰომეოსტაზური მდგომარეობა ჩემ ორგანიზმში ნივთიერებების გარკვეული ბალანსი მაქვს და მე ვფუნქციონირებ თავისუფლად. სტრესი როცა მაქვს, აი ეს ჰომეოსტაზური მდგომარეობა ირღვევა. სრულიად ყირავდება, თავდაყირადგება, მე განვიცდი სტრესს და როგორც კი ეს სტრესი გადაივლის, ისევ ჰომეოსტაზურ, ისევ აი ამ წონასწორობის მდგომარეობაში ვდგები. სტრესი, უпростоრედ დისტრესი არის მდგომარეობა, როცა მე აი ამ ჰომეოსტაზურ მდგომარეობას ვეღარ ვაღწევ. ისევ ისეთი აფორიაქებული ვარ, ისევ ისეთი ანერვიულებული ვარ და ჩემით ვეღარ მშვიდდები. აი აქ არის უკვე საუბარი იმაზე, რომ დიდია ეს სტრესი, ეს არის დისტრესი და აქ არის უკვე საშიში რა, რომ ძალიან ხშირად საშიში ბწყალებში, ხო, თორე ჩვენი ყოველდღიურობაა, ხშირად ასეთი სტრესი გადადის ჰომეოსტაზურ ფსიქოსომატურს რო ვეძახით, ფსიქოსომატურ მდგომარეობაში, ხო? და მე ძალიან მიყვარს ქართული ენა, ბევრი თვალსაზრისით ხო გვაქვს გენიალური ენა და აი ამ კუთხითაც კარგად გამოხატავს ჩვენს დამოკიდებულებას ემოციებისადმი სხეულებრივ დონეზე, ხო? ჩვენ რას ვამბობთ ხოლმე, რომ მაგალითად ისე მეწყინა, რომ ვერ მოვინელე. ხო ვამბობთ ამას, ვერ მოვინელეს ვამბობ, მაშინ როცა მონელება სუფთად ჩაჭვის, მონელებას უკავშირდება და მეტი არაფერი. ისე მეწყინა, ან უბრალოდ ისე შემეშინდა, რომ გული მომეკუმშა, იმიტომ რომ მართლა გვიჭერს გული. ფიზიოლოგიურად გვტკივა გული, როცა რაღაცაზე ძალიან დიდი სტრესია, ხო? მაგალითად, ვამბობთ, რომ გულზე შემომეყარა. მაგალითად, ჩემი პაციენტი იყო, რომელსაც ბევრი შვილი ჰყავდა და მეუბნებოდა, რომ აი თელ ცხოვრებასო და ამ ბავშვებზე პასუხისმგებლობასო მხრებით დავატარებო, აი მხრებზე მადევს. ხო ვამბობთ ხოლმე ამასაც, ხო, რომ ტვირთი მადევს მხრებზე. გადატანითი მნიშვნელობით და მართლაც ტკიოდა მას, მთელი კისერი და მთელი ბეჭები ტკიოდა. ამიტომ სწორედ რომ აი ესე სხეულებრივად გამოვხატავთ ბოლოს ჩვენ აი იმ დიდ სტრესს, რომელმაც დაგვირღვია წონასწორობა და ვეღარ ჩავჯექით ისევ აი ამ ჰომეოსტაზურ მდგომარეობას ვეღარ დავუბრუნდით, აი ასე გამოვხატავთ სიტყვებად, ხო? სწორედ სომატიკაში, ანუ აი სხეულებრივ პასუხში რომ არ გადავიდეს ჩვენი ეს მდგომარეობა, ჩვენი ეს სტრესი, ამიტომ არის საჭირო რომ ვმართოთ ის, ამიტომ არის რომ ჯერ ერთი სახელი დავარქვათ, დავუახლოვდეთ, კარგად გავეცნოთ და არ გავექცეთ აი ამ ჩვენს ემოციებს და ამ სტრესს და მხოლოდ ამის შემდეგ ვიფიქროთ იმაზე თუ სტრეს მედეგობის რა გზას გამოვიმუშავებთ, ხო? ემოციებიდან, რასაც ვეღარ ვინელებთ, გადადის სხეულებრივ დისკომფორტში, გვეუბნებიან ფსიქოლოგიაში და აი ეს რომ არ დაგვემართოს, სწორედ ამიტომ უნდა გამოვიმუშაოთ სტრეს მედეგობის უნარი. ახლა რა უნარია ეს? ეს არის ადამიანის უნარი გაუმკლავდეს სირთულეებს და გადალახოს სტრესული სიტუაციები და არა მარტო დაუბრუნდეს საწყის მდგომარეობას, აი ჰომეოსტაზურ მდგომარეობაში დაუბრუნდეთ, არამედ გავიზარდოთ და გავძლიერდეთ გამოცდილების შედეგად. მე დასაწყისში ვახსენე და ჩემი პირადი გამოცდილება მოგიყევით, როგორ მე ვთვლი, რომ სტრესმა გამაძლიერა და სტრესმა გამზარდა. და აი ყველა ჯერზე, როცა ჩვენ დიდ სტრესთან გვაქვს საქმე, ამ პრიზმაში უნდა განვიხილოთ, რომ ეს არის რეალურად ის, რაც მე გამაძლიერებს და თუ როგორ უნდა გავაკეთოთ, სწორედ ამაზე მექნება საუბარი. იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გავიგოთ, სასურველია გავიაზროთ სტრესის ფაზები. რა ფაზებს გავდივართ სტრესის დროს? პირველი არის უარყოფა.
ეს არ მომხდარა. მაგრამ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ეს ცოტა ხანი გრძელდება ეს ფაზა და ძალიან მალე უნდა გაგრძელდეს ცოტა ხანი, სხვანაირად წარმოუდგენელია, გადავდივართ მეორე ფაზაში, რომელიც არის აგრესია, რაც ნიშნავს, რომ მე რატო დამემართავ? ბრაზდებით საშინლად, განგებაზე, ბედზე, სხვა ადამიანზე, პარტნიორზე, შვილზე, რომ აი მე რატო მიკეთებ ამას? აი ეს საშინელი ბრაზი მოდის. აი ამ მდგომარეობის შემდეგ თუ სწორად გადის, ასე ვთქვათ, ჩვენი სწორად უხეშინად თქვამია, თუ სტანდარტული გზით გადის, ასე ვთქვათ, ჩვენი ეს დიდი სტრესი, გადავდივართ მესამე ფაზაში, რომელსაც ეწოდება სევდის ფაზა. სევდა არის ერთ-ერთი ძალიან ძლიერი ემოცია, თუმცა ხანგრძლივი ფაზაც არის და უაღრესად მნიშვნელოვანი ფაზაა, სტრესის ფაზა და რატომ? იმიტომ რომ სტრესზე როცა არის საუბარი, იქვე უნდა გავიაზროთ რა, რომ აი ამ დიდ სტრესს, რომელმაც მე სევდაში ჩამაგდო და სევდა მომგვარა, აი ამ ტანჯვას აქვს საზრისი. თუ მე ასე მივუდგები ყველა ჩემ წინ არსებულ ძალიან დიდ გამოწვევას, იმ დისტრესს, რომელ დისტრესებსაც გვაქვს საუბარი, ის რომ მე გადამააზრებინოს ჩემი ამჟამინდელი ყოფა. საზრისი რომ მე მიმახვედროს რაღაცეებში, რაზეც აქამდე არ ვფიქრობდი, ასეთ შემთხვევაში ძალიან ბევრი, ძალიან დიდი სტრესის გადატანა იქნება გაცილებით უფრო შესაძლებელი. აი ამ საზრისის აღქმა არის, აი თითქოს ცოტათი დისტანცირდებით ამ პრობლემიდან და ვიწყებთ იმის გარკვევას, რომ რა არის აი ამ ჩემს ძალიან დიდ სტრესში, ის რაც მე რაღაცას მასწავლის, რაღაცას მასწავლის. აი ამ საზრისის შემოტანა განცდის დონეზე, რომ აი ამ სტრესს მე იმიტომ კი არ განვიცდი, როგორც აი მეორე ფაზაზე აგრესია მაქვს და გაბრაზებული ვარ საშინლად, რომ მე რატო დამემართა? არა, მე დამემართა, იმიტომ რომ რაღაცა აქედან უნდა მივიღო. აი ეს საზრისი აი ამ სტრესის უნდა ვიპოვო და თუ არ არის, რა თქმა უნდა, ღმერთმა გვაშოროს ძალიან დიდ ადამიანურ დანაკარგზე ან რაღაცა ისე თუ ძალიან დიდ სტრესზე. სხვა ყველა შემთხვევაში სტრესის გადახარშვის, სტრესის მონელების, ისევ აი კუჭნაწლავთან რომ დავბრუნდეთ, მონელების საშუალებას ნამდვილად იძლევა ეს განცდა და ეს საზრისი გვეხმარება უკვე მეოთხე ფაზის მოსვლაში, აღდგენის ფაზაში. აღდგენა არის რა, რომ გაცილებით უფრო დინჯი ვხდებით, დაბრძენებული ვხდებით და რაღაცა ჭკვიანასწავლი ვხდებით აი ამ მთლიანი პროცესიდან, ხო? ძალიან მიყვარს და ხშირად ვიმეორებ სხვათა შორის ჩემთვისაც და ისეთ თუ კი რაღაცა ჩამოვარდება ხოლმე ესეთ აი ძალიან დიდი სტრესის გადატანაზე საუბარი მერაბ მამარდაშვილის სიტყვები, რომელიც ამბობდა, რომ მხოლოდ გაუსაძლისის გაძლებიდან იბადება ადამიანი მეორედ და ნამდვილადო. და აი როგორი მართლა ნამდვილია ეს სიტყვები, ხო? აი რაღაცა ესეთი დიდი რო ხდება ჩვენ ცხოვრებაში, მერე ვიაზრებ, რომ თურმე აქამდე კი მიცხოვრია, მაგრამ რაღაცა სხვანაირად მიცხოვრია. აი ეს არის ის ნიშნული, საიდანაც მე ვერასდროს ვეღარა ვარ ისეთი, როგორიც ვიყავი, მაგრამ მე ძალიან ბევრი ვისწავლე. ეს არ არის მხოლოდ ფილოსოფია, თუმცა ფილოსოფიას დიდი პატივსაცემის სფეროა და დარგი, მაგრამ ეს არის გარკვეულწილად ემპირიულ კვლევებზე დაყრდნობილი ფსიქოლოგიაც, იმიტომ რომ არის ასეთი ერიქსონი, ფსიქოლოგი, ძალიან დიდი, რომელმაც განვითარების ფსიქოლოგიაში უდიდესი წვლილი შეიტანა, რომელმაც ფსიქოსოციალური განვითარების სტადიები წარმოგვიდგინა, რომლის მთელი შინაარსი არის სწორედ ეს, რომ გარკვეულ ასაკში ჩვენ ყველა განვიცდით გარკვეულ სტრესს, რომელსაც მან დაარქვა კრიზისი და აი ამ კრიზისს აქვს შინაარსი აუცილებლად, ისევ საზრისი, რაზეც აქამდე ვილაპარაკეთ და აი ამ კრიზისის გადალახვის ფონზე მე ან წარმატებულ გადაწყვეტას ვეძლევი და ვითარდები, ან ვერ გადავლახავ და სადღაც ისევ იმ სტადიაზე ვრჩები. ეს შეგიძლიათ მოძებნოთ კიდე, შეგიძლიათ ფოტო გადავუღოთ თუ ცუდად ჩანს, შემიძლია მეც გაგიზიაროთ, თუ თქვა თქვენს იმეილებით ვაგროვებთ ახლა, შემიძლია რომ ეს შემდეგ გაგიზიაროთ, ხო? აი მაგალითად ამბობს, რომ მოზარდობის პერიოდში ეგო იდენტურობა როლების რღვევის წინააღმდეგ, აი ეს არის კრიზისი, რომ აი მე ეგო უნდა ვიპოვო ჩემი. ვინ ვარ მე? აი ამ კითხვაზე უნდა გავცე პასუხიო მოზარდობის პერიოდში და აი სწორედ ამ კრიზისს თუ მე გადავლახავ, ანუ საზრისს თუ ვიპოვე ამაში და გადავლახავ, მე წარმატებული გადაწყვეტა მაქვს და საკუთარი თავის როგორც პიროვნების განცდა მეუფლება და თუ ვერ გადავწყვეტე, მაშინ მე ეს განცდას ვეღარ პოულობ თითქმის მთელი ცხოვრება და მე მიწევს გარკვეულწილად რაღაცა დაგვიანებულად აი ამ ნაბიჯების გავლა, ხო? ამას გვეუბნება ერიქსონი, რომ მართლაც ყველა ასაკში გვაქვს ჩვენ გარკვეული კრიზისები სასიყვარულო ურთიერთობაში, ახალ ინტიმურობა იზოლაციის წინააღმდეგ, მაგალითად, მეორე ადამიანთან დაახლოების უნარი, როგორც წარმატებული გადაწყვეტა და მე თუ აი ამას გადავლახავ, რომელიც კრიზისულია, რომელიც ძალიან ბევრ სირთულეს და ძალიან ბევრ სტრესს
გულისხმობს საკუთარ თავში, მაშინ მე როგორც სიყვარულის ობიექტი, როგორც თანაცხოვრების ადამიანი, უნარის მქონე ადამიანი განვითარდები, თუ არა და სულ აი ამ მიმართულებით მაქვს მე დეფიციტი და ვეძებ რაღაცას, რომელიც მე შემივსებს, ხო? შესაბამისად, აი აქ არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ყველა სტრესში დავინახოთ და ყველა ძალიან დიდ სტრესში დავინახოთ ის საზრისი, რატომაც მოვიდა აი ეს სირთულე ჩემს ცხოვრებაში. გაცილებით მარტივი ხდება შემდეგ ცხოვრება. სტრესს აქვს საზრისი და სტრესმა ახლებურად უნდა დამანახოს რაღაც და გადამააზრებინოს. აი ეს არის თავარი პარადიგმა, როგორც ჩვენ უნდა შევხედოთ ყოველთვის სტრესს. ახლა რა ხდება ფიზიოლოგიის დონეზე, რადგან ვიკითხეთ, მით უფრო გამიხარდა, იმიტომ რომ აგერამ აქ მზად ეს ინფორმაცია. არის ესეთი ჰიპოთალამუსი ჩვენი თავის ტვინში, რომელიც არის პასუხისმგებელი ავტონომიურ ნერვულ სისტემაზე, რომელიც ჰიპოფიზის ჯირკვლის აქტივირებას ახდენს და შესაბამისად მე მაქვს სამგვარი რეაქცია სტრესზე. ეს არის ჩხუბი, ეს არის გაქცევა და ეს არის გაყინვა, გავიყინე ერთ ადგილას რომ ამბობთ, ხო? ეს არის ის სტანდარტული სამი პასუხი სტრესზე, რა პასუხსაც მე როგორც ცოცხალი ადამიანი ვავლენ. თუმცა აქვე ერთი ძალიან საინტერესო დაკვირვება, ისეთი გენდერულ ჭრილში, საინტერესო დაკვირვება, ფემინისტურ ჭრილშიც თუ გნებავთ, რომლის თანახმადაც გვეუბნებიან ფსიქოლოგები, რომ აი ეს სამი რამ სტრესის დროს მე ან ვჩხუბობ, ან გავრბივარ, ან ვიყინები, უფრო კაცისთვის არის დამახასიათებელი და ქალი იცით რას აკეთებს სტრესის დროს? სხვებზე ზრუნავს. ეს ახლა ზიმბარდოს რო არ ეწეროს ამ წიგნში, ვერ გავბედავდი, ესე ლაღათ მეთქვა, იმიტომ რომ შეიძლება შემოგვეკამათონ, მაგრამ ფილიპ ზიმბარდო ამას ამბობდა, კვლევებზე დაყრდნობით ამბობდა და ეს უნდა ვაღიაროთ, რომ ქალისთვის უფრო მეტად არის სხვებზე ზრუნვა და შემდეგ ეს რა თქმა უნდა ისევ ჩვენ გვიბრუნდება ცუდად, იმიტომ რომ მე სადა ვარ ამ დროს. სხვებზე ზრუნვაში გადავიტან მთელ აი ამ რაღაცა სტრესს და ბოლოს მე ვრჩები გამოფიტული ცალსახად. დედობრივი ინსტინქტიდან გამომდინარე ცხება, დედობრივი ინსტინქტიც ეგ არის, ხო? აი უსაზღვრო ზრუნვის ინსტინქტი. კაცი თუ სწავლობს ამას და კაცი თუ ეცნობა იმ ბავშვს, რომელიც გაჩნდება რაღაც კონკრეტულ ბედნიერ დღეს, ქალისთვის ის გაცნობილია მთელი 9 თვით ადრე და მანამდე კიდე სხვაგვარად, ხო? და მანამდეც კი ბატონო, ხო? და აქედან გამომდინარე, მაინც აი ამ გენდერულ სხვაობებს მეც ვუსვამ ხოლმე ხას, მით უფრო კვლევები, რასაც გვიდასტურებს. ისევ ფიზიოლოგიაზე რომ ვილაპარაკოთ და რატომ ვამახვილებ ფიზიოლოგიაზე ყურადღებას. როცა ჩვენ სტრესი გვაქვს, რა გვემართება? რაღაცა გვემართება სხეულებრივად, მით უფრო პანიკურ შეტევას, რასაც ვეძახეთ, ხო? ეხლა ძალიან ყოველი მეორე რეალურად აი ამ პრობლემით მოდის ხოლმე თერაპიაზეც, რომ პანიკური შეტევები მაქვს, ძალიან დიდი შფოთვა მაქვს და რა გავაკეთო. პანიკური შეტევის დროს, ძალიან დიდი შფოთვის დროს ჩვენ გვიჩქარდება გული, ისეთ დონეზე გვიჩქარდება გული და ისე მიჩქარდება მე სუნთქვა, რომ მგონია რომ მოვკვდები. მოვკვდები ან გავგიჟდები. აი ეს ორი რაღაცა ბაზისი აქვს ხოლმე ჩვენს პანიკურ შეტევას და განსაკუთრებულ დიდ შფოთვას, ხო? ჩვენ თუ ფსიქოგანათლებას მივაშველიებთ, აი ამ ყველაფერს, აღმოვაჩენთ, რომ უბრალოდ გამორიცხულია სტრესის დროს, რომელმაც ადრენალინი მომიმატა მე სისხლში, გული წამევიდეს. იმიტომ რომ მე მაქვს წნევა ამ დროს მომატებული. გული მინდის როდის, როცა კოლაფსია და წნევა არის დაბალი. მე თუ წნევა მაღალი მაქვს, მე გული არ წამევა. ამიტომ აი ეს თავარი ჩვენი შიში, შფოთვის და განსაკუთრებული პანიკური შეტევის დროს, რომ ეხლა მე გული არ წამივიდეს, ცუდად არ გავხდე, არ დავეცე. აი ეს რო გამოვრიცხოთ ყოველთვის. რატომ? იმიტომ რომ ადრენალინი ერთვება საქმეში, ადრენალინი გახლავთ ჩვენი, ასე ვთქვათ, მთელი სხეულის განგაში და მობილიზებაში მოდის მთელი სხეული. მაგალითად, აზრების მონაცვლეობა ხდება ძალიან სწრაფი, რატო გვაქვს, რა იცი, გავვითიშე, რა დამემართა არ იცი და მე მეშინია იმის, რომ დერეალიზაციის განცდა მქონდა, რომ სადღაც სხვაგან წავედი შიშის, შფოთვის თუ სტრესის დროს. ნუ შეგვეშინდება ამ მდგომარეობის, იმიტომ რომ ბუნებრივი რეაქციაა სტრესზე, იმიტომ რომ ადრენალინია დიდი. ადრენალინი როცა არის, ესე იგი აზრების მონაცვლეობა ხდება სწრაფი, რაციონალურ აზროვნებას ეს აფერხებს და ამიტომ მაქვს დერეალიზაციის და დეპერსონალიზაციის განცდა. აი თუ გქონია ძალიან დიდი სტრესი ან პანიკური შეტევა, თითქოს აი გარემოს ვერ ვცნობ და ჩემს სხეულს ვერ ვცნობ. აი სადღაც სხვაგან ვარ თითქოს, აი ესეთი განცდა გვეუფლება ხოლმე და არ უნდა შეგვაშინოს ამ განცდამ და უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის იმიტომ, რომ ადრენალინი ჩაერთო, ასე ვთქვათ, აი ეს განგაშის სისტემა ამოქმედდა. გახშირებულად ვსუნთქავ. ცხადია, ეს იწვევს თავბრუსხვევას და ამ თავბრუსხვევამაც არ უნდა შემაშინოს მე, როცა სტრესი მაქვს. სისხლძარღვები ვიწროვდება, გვიშრება პირი საშინლად და ცუდად გვგზნობთ თავს. ნუ ტემპერატურა იმატებს და მოფლიანობთ. იკუმშება წვრილი სისხლძარღვები
მარტივი, ამიტომ გვიკანკალებს ხელები და ფეხები, კიდურები გვიკანკალებს და ესეც ჩვეულებრივი რაღაცაა და ამანაც არ უნდა შეგვაშინოს და მცირდება სისხლის მიწოდება კუჭში, დუმდება კუნთები და ამიტომ ძალიან ხშირია ძალიან დიდი სტრესის დროს გულისრევა და ფაღარათი. და ესეც უნდა ვიცოდეთ, რომ ეს თანმდევია და ამან მე არ უნდა შემაშინოს. და ეს გაივლის მაშინ, როცა მე სტრესს ან აი ამ დისტრესს მოვიშორებ, სტრესორს მოვიშორებ, ან მას სხვანაირად შევაფასებ. ახლა რაც შეეხება ისევ შეფასებას, ხო? სტრესი განსხვავდება ინტენსივობის მიხედვით. არის მსუბუქი, საშუალო და ძლიერი სტრესი. მაგალითად, სამსახურში დღეს ახლა დილიდან სტრესში ვიყავი, მე ისე მაქვს სამსახურები მოწყობილი, რომ რაღაცა ერთ სივრცეში ვარ, ავტობუსით დავდივარ ყველგან, იმიტომ რომ მანქანისა ეს საცობები საშინელ სტრესს მგვრის, ვიცი და ვცდილობ რომ მანქანით არ ვიარო. დღეს როცა მე აი აქ ვერ მოვიდოდი იმ ავტობუსით, რომლითაც მიჩვეული ვარ და ამან რა თქმა უნდა გამოიწვია ჩემში სტრესი და შფოთვა. დილიდან ვფიქრობდი რომ აი სად გამოვიძახო, სად დავჯდე, ხوارჯობია რომ ბასლაინზე რო ტაქსი დადის, იმით გამივიდე, თუ იქნებ მაინც ავტობუსები ვცადო და უფრო სწრაფად მივა, იმიტომ რომ საცობი იქნება 7 საათია, ცუდი დროა და შევალია მთელი დღე ამაზე დარც თქვენთვის მომზადების პარალელურად აი ამ სლაიდების თუ მასალის, ხო? მაგრამ ეს იყო ჩემთვის მსუბუქი სტრესი. ფუნქციონირებაში მე არ შევფერხებულ ვარ და არ უშლია ხელი. ასევე ბევრი მსუბუქი სტრესი გვაქვს, ხო? სამსახურში მაგვიანდება და გასაღებს რომ პოულობ მანქანის, საწაიღო ბავშვმა თუ მეუღლემ არ ვიცი და ვჩხუბობ და ვქაქანებ მეუღლეზე თუ ბავშვზე. დამეწובה სადილი მაგალითად, რომელიც უნდა მეჭმია მთელი ოჯახისთვის, ეხლა ვფიქრობ რა გავდო, შეიძლება ეს ცოტა უკვე საშუალო სტრესშიც გავიყვანოთ, გააჩნია, ხო? საღამოს და გააჩნია სადილს. გლოვოც აგვიანებს და მოკლედ აი სულ ფორი აქობთ ერთი სიტყვით. ხო, არსებობს საშუალო დონის სტრესი, აი თვის ბოლოს მიწურულს რო აღმოვაჩენთ, რომ უკვე ხელფასი აღარ არის და ჯერ კიდე ხელფასის ჩარიცხვის თარიღი არ არის და ასე შემდეგ, რასაც ვუძლებთ. არის მსუბუქი, საშუალო და არის ძლიერი საყვარელი ადამიანის დაკარგვა, დაუცველობის საშინელი განცდა, უსაფრთხოების დაკარგვა და ასე შემდეგ. ხო, რაც ძლიერი სტრესია და ესეც უნდა ვიცოდეთ, რომ ძლიერი სტრესიც სახეზეა ხოლმე, როცა მართლა ძალიან დრამატული რამ ხდება. თუმცა, აი ამ შემთხვევაში და განსაკუთრებით მსუბუქი იქნება თუ საშუალო სტრესი და სადღაც ძლიერიც, თუმცა კიდევ ერთხელ ადამიანის დაკარგვას არ გულისხმობ და სხვა ნებისმიერი ყოფითი ცხოვრებისეული სტრესის შემთხვევაში, მსუბუქი იქნება საშუალო თუ ძლიერი, ეს არის ჩემზე დამოკიდებული მხოლოდ და მეძზე არავის. მე რა შინაარს ჩავდებ, ამაზეა დამოკიდებული. გარემოს ინტერპრეტირებას როგორს მოვახდენ, ამაზეა დამოკიდებული ეს სტრესი როგორი იქნება და გარემოს როგორც ინტერპრეტირებას ვუწყობ, ეს ჩემ წინარე გამოცდილებებზეა როგორც წესი დამოკიდებული. მაგალითად, ეს მაგალითი მოყავთ ხოლმე კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიიდან, რომელიც ერთ-ერთი ძალიან პოპულარული მეთოდია დღესდღეობით. კაცი წევს ლოგინში, გვიანია და ესმის გასაღების ხმა. სახლში ვიღაცა მოვიდა. ფიქრობს, რომ ქურდია და სასწრაფოდ დასტაცებს ტელეფონს ხელს და იწყებს ქმედებას, ეშინია. ფიქრობს, რომ დაგვიანებული მეუღლეა და საშინლად ბრაზდება და უკვე გონებაში ააწყობს ყველაფერს, რომ ის სად იყო და რატო დააგვიანა და ვისთან ერთად იყო და როდის მოვიდა და ამ დიალოგს წარმოიდგენს გონებაში დაუსრულებლად, სანამ მართლა გაარკვევს ვინ მოვიდა და ასევე ძალიან დიდი ემოცია ბრაზი ეუფლება და ფიქრობს, რომ თინეიჯერი შვილია, ასევე ფიქრობს, რომ ახლა რა დროს ესე შუაღამეს მოსვლა და რით ვერ ისწავლა ამ ბავშვმა ჭკუა, მაგრამ გადაყლაპავს ამ ემოციას და არაფერს არ აკეთებს და აგრძელებს ძილს, იმიტომ რომ თინეიჯერია და ბევრს ვერაფერსაც ვერ შეეპასუხება, ხო? ერთი ამბავია, კარები გაიღო, 3 სხვადასხვა ფიქრია და 3 სხვადასხვა ემოციაა. ცალსახაა, რომ მართლაც ობიექტური მოვლენების ხედვა განპირობებულია აზროვნებით, წარმოდგენებით და რწმენებით და აი კოგნიტური სფერო არის მთავარი ჩვენს ცხოვრებაში. მე რა შინაარს ვდებ ამა თუ იმ რაღაცაში, ეს არის თავიდან ბოლომდე ჩემი ფიქრების შედეგი და მეტი არაფერი, ხო? აი ABC მოდელი გვეხმარება ამის გააზრებაში, რომელიც ახლა მინდა სწორედ წარმოგიდგინოთ. ადამიანებს გარკვეულ სიტუაციაში გვივითარდება ამ სიტუაციისადმი გარკვეული კოგნიცია, რომელიც ვლინდება ემოციურ ქცევით თუ ფიზიოლოგიურ რეაქციაში. მაგალითად, რა მაგალითი შეგვიძლია რომ მოვიყვანოთ? უფროსმა დავაგვიანე სამსახურში, უფროსმა დამიბარა და მითხრა, რომ კარგი რა, ნატა, რატო დაიგვიანე დღეს? ხო, იცი რომ რაღაცა დღეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. მე ამაზე ამიკანკალდა ხელები, ამიკანკალდა ხმა, გავედი, საფეფაროში შევედი და დიდხანს ვიტირე.
აი ამას რო შევხედოთ, ხო? სიტუაცია არის რა, რომ მე დავაგვიანე, ობიექტურად, იმიტომ დავაგვიანე, რომ საცობი იყო. სიტუაცია არის ეს, რომ მე დავაგვიანე და ჩემმა უფროსმა მისაყვედურა მსუბუქად. ჩემი რეაქცია რა არის? მე ფიზიოლოგიურად ცუდად ვარ ვტირი, რეაქცია არის, რომ რაღაცა გავიქეცი და ჩავიკეტე საპირფარეშოში და ვტირი. აი ეს არის ჩემი ABC, იმიტომ ქვია, ხო, რომ სიტუაცია არის A, B არის აზრი და C არის რეაქცია. ანუ A არის ჩემი უწყინარი რაღაცა დავაგვიანე სამსახურში და C არის სრულიად დრამატული. ამ სიტუაციას და ამ ჩემ რეაქციას რა აერთიანებს? ჩემი ფიქრი. ფიქრი, რომელმაც გააღვივა რა, რომ რა ვიცი, დედა მეუნებოდა ბავშვობაში, რომ შენგან არაფერი გამოვა. და აი ახლა დამიდასტურა ამან, რომ არც არაფერი გამოვიდა ჩემგან, იმიტომ რომ საყვედური მივიღე. გავავცე აზრი, რომ ახლა გამაგდებია სამსახური. განვავცე აზრი, იმიტომ რომ მე წარმოდგენაში ვარ, რომ მე სუსტი ვარ. მე სუსტი ვარ სამსახურეობრივად, რაღაცას ვერ ვაკეთებ და იქ წავედი, რომ ეხლა მე გამაგდებენ სამსახურიდან. გამახსენდა ვთქვათ ჩემი მე კონცეფცია, რომ ხო აი რაღაცა უსუსური ვარ და მე ზოგადად ვერ ვეპასუხები ადამიანებს, როცა ჩაგრავენ. და იმისგან ეს მივიღე როგორც ჩაგვრა, ერთი ფრაზა და იმიტომ რომ მე ეს ფიქრი წამომევიდა, რომ აი როგორი უსუსური ვარ ხო ხედავ, ჩემი რეაქცია იყო დრამატული. აი ასეთი შემთხვევები, ეხლა რომ დავსხდეთ, დილამდე გავიხსენებთ 10-ად თითოეულის ცხოვრებაში გასული კვირის, როგორი ძალიან სუბიექტური რეაქცია გქონდა გარკვეულ ჩვეულებრივ მოვლენაზე, იმიტომ სწორედ რომ ჩვენ აქ გარკვეულ აზრს ვდებთ, აზრს, რომელიც უნდა დავიჭიროთ და გავერკვეთ და გამოვასწოროთ. აი როცა კი სტრესზე ვლაპარაკობთ, აი ეს აზრი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ეს მოვლენა, რომელიც რაღაცა მოვლენაა, სტრესული, კი ბატონო, და ჩემი რეაქცია რამ დააკავშირა, რომელმა აზრმა დააკავშირა და იმ აზრზე უნდა ვიმუშაო და ის აზრი უნდა ჩავანაცვლო, რომელი ნეგატიური, აი ნეგატიური, ძალიან დიდი მადლობა რომ ახსენეთ და რატომ. ადამიანებს აქვთ გარკვეული წინაპირობები, რომლებიც გვიყალიბებს ჩვენ დადებით ან უარყოფით წარმოდგენებს და როცა კი დისტრესია სახეზე, მხოლოდ უარყოფითი წარმოდგენები გვიაქტიურდება. აი მაგალითად, აი ეს არის უფრო ფართო სცენარი, კი არა და სქემა, ასე ვთქვათ, რომ მე მაქვს წინა რელევანტური გამოცდილება, დედა რომ მეუბნებოდა, რომ შენგან არაფერი გამოვა, იმიტომ რომ დილაობით მაგვიანდებოდა, დილით ადრე ადგომა მეზარებოდა და სკოლაში არ მივდიოდი და ესე რაღაცა ყოველ დილით მედგა საწოლთან და მეუბნებოდა, რომ ადექი თორე არაფერი გამოვა შენგან და დაგვიანებაზე მაქეს განცდა, რომ ჩემგან არაფერი გამოვა. ეს არის რელევანტური წინარე ინფორმაცია, რასაც ქვია. ეს რელევანტური ინფორმაცია წინარე სასარგებლო რწმენებს და უსარგებლო, აი ესეთ ნეგატიურ რწმენებს წარმოშობს ჩემს გონებაში. და მაქვს სიტუაცია, რეაქცია და აზრი. როცა კი სტრესზეა საუბარი, როცა კი სტრესი მაქვს, სტრესი ააქტიურებს, აი აქ ყვითელი რკალია, არ ჩანს, სტრესი მიაქტიურებს მე უსარგებლო რწმენებს. და მარტო ის მახსოვს, დედა მეუბნებოდა, რომ ნუ აგვიანებ, იმიტომ რომ ის იქნები, რა ქვია, არაფრის მაქნისი არ იქნები და მე არ მახსოვს მეორე ნაწილი, რომ მე იმის მერე გავიზარდე და აღარ ვაგვიანებ თუ ობიექტურად რაღაცა დრამატული არ მოხდა ჩემს ცხოვრებაში, ხო? ამიტომ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ როცა სტრესი მაქვს, ეს სტრესი მე აპრიორი მიაქტიურებს ჩემს აი მოწყვლად მხარეს, ჩვენ ხო ყველას გვაქვს ჩვენც ხო რაღაცა მედლები ვართ ერთგვარი, ხო? და ყველას გვაქვს ეს მეორე მხარე მედლის თუ, რა ვიცი, Dark Side of the Moon, Pink Floyd-მა რო დაწერა თავის დროზე, თუ არ აქვს, აი რაღაცა გვაქვს, მეორე მხარე გვაქვს, რომელიც უსუსურია, მოწყვლადია. ჩვენ კი დავაშენეთ რაღაცეები საკუთარ თავს და უკვე წარვდექით რაღაცნაირად ადამიანების წინაშე, მაგრამ ისიც ხო ჩვენია რა. ჩემი ერთი კოლეგა მეუბნებოდა, მითხრა ერთხელ ადრე და ძალიან დამამახსოვრდა, რომ რაღაცაზე ვლაპარაკობდით, თუ აი რაღაცა თემა ძალიან მეხება და მატრიგერებს მეთქი ადრე ვუთხარი და იცი რა არისო, ეგეთიო იმდენი თემა არისო, მეო სანამ ძალიან სიღრმეში არ ჩავედიო და აი ჩემ ბნელ დემონებსო ხელი არ ჩამოვართვიო, მანამდე არაფერი არ მოხდაო და არ შეიცვალაო, ხო? ეს გვაქვს ჩვენ გვაქვს რაღაცა ფოთვები, შიშები საკუთარი თავის შესახებ და აი ამას მიაქტიურებს მე სწორედ აი ეს ჩემი სტრესი, დისტრესი. და ეს უნდა ვიცოდე მე. როცა მე ეს ვიცი, გაცილებით უფრო მარტივია მართვა საკუთარი თავისაც. და გაცილებით უფრო მარტივია იმის გააზრებაც, რომ ეხლა მე ეს უფროსი რომ საყვედურობს, ობიექტურად ქვეყანა კი არ დანგრეულა, მე მახსენდება უბრალოდ ის, რომ მე დედა სულ მეუბნებოდა, რომ არაფერი გამოვა ჩემგან, როცა ვაგვიანებდი და მეტი არაფერი. და შეიძლება საერთოდ არ წავიდე ამის მერე საპრეპარაციოში და არ ვიტირო და გავატარო ეს ემოცია, იმიტომ სწორედ რომ გამახსენდეს აი ეს, რომ მოდი ახლა მე ჩემ უსარგებლო რწმენებს არ მივცემ მოქმედების უფლებას. კი. რა თქმა უნდა. ანუ
მაგალითად შეგვიძლია ალბათ ეს საკითხზე რაღაც სიტუაცია მოხდა. მე ჩემი წარმოდგენები მაქვს და ეს სასარგებლო უწყენები არის ფაქტები, რომელსაც მისახელებენ. ზუსტად. ესე კი არა, ესე იყო. და მე გავყევი ამ იმიტომ რომ და ამისგან დავისტრესე, ეს რეალობას უსხვა. აბსოლუტურად ეგ არის. მე როცა სტრესი მაქვს, მე მახსენდება უარყოფითი რაღაცეები, უარყოფითს ვეჭიდები, იმიტომ რომ ამ სტრესმა გააქტიურა ჩემი ეს ვთქვათ უსუსური მოწყვლადი ნაწილი, შინაგანი და მე ვეღარ ვხედავ აი ამ სასარგებლო ნაწილს. და აქ უკვე აი რა უნდა გავაკეთოთ? კი, კი. თანამშრომლის შვილი იყო ალბათ რა. და რაღაცა ჯერ არ ქონდა დიაგნოზი დადგმული და ყოველ ვარიანტში ცუძებთ ფიქრობთ. და უკვე ფაქტი რო დაგიდგება სახეზე რო აი დიაგნოზის პასუხი ამას ხო არ ელოდები და უკვე ყველაზე ცუდს ვფიქრობ. ეს მაგალითად კი, ჩვენ ეგ კიდე ერთი ამბავია რომ ადამიანის გონებას აქვს სურვილი ჩვენს ფსიქიკას, რომ ის რისიც მეშინია, მირჩევნია მოხდეს, ვიდრე აი ესე მეშინოდეს. და წარმოვიდგენ რომ აი ხო, ალბათ ესე იქნება. მირჩევნია რომ ეს ცუდი იყოს, ვიდრე კარგს ვეჭიდებოდე, მაშინ როცა მე ჯერ არ ვიცი ეს პასუხი როგორია. ცოცხალია და მე მოვყავი. ასე ვთქვა, ხო, რომ აი ხო, ღმერთმა დაიფაროს და ავარიაც რო გვესმის, პირველი ვფიქრობთ, რომ ხო, იმიტომ რომ აი ამ გაურკვევლობაში ყოფნა ძალიან გძაბავს და გვირჩევნია რომ გავიგოთ და თუნდაც ყველაზე მძიმე სცენარი გავიგოთ. და აი სწორედ როგორ უნდა დავდგეთ აი აქ სადღაც შუაში რა, რომ აი ამ ნეგატივისკენ არ წავიდე, ამაში გვეხმარება უკვე DBT, ასე ვთქვათ, კიდევ ერთი ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც დიალექტიკურ ბიჰევიორული თეორია, რომელიც გვეუბნება, რომ ჩვენ გონებას აქვსო აი ეს სამგვარი ბუნება, ემოციური, რაციონალური და ბრძენი. ემოციური გონება რას ნიშნავს, რომ ემოციური გონება როცა არის გააქტიურებული, ემოციური ადამიანები გაგვიგებენ ამას განსაკუთრებით, ჩვენი ფიქრები, ქცევა, ემოციებით იმართება თავიდან ბოლომდე. აი ამ ემოციებს მივყვები, ემოციებით ავაგებ რაღაცებს და ეს არის ჩემი ამჟამად მოქმედების არეალი, რომ ჩემი გონება სრულად ემოციებით არის სავსე. მეორე ნაწილი არის და ალბათ ესეთებს შეხვედრილ ხართ და კიდევ უფრო ნერვები მოუშლიათ ვიდრე ემოციურ ადამიანებს, ეს არის სრულიად რაციონალური გონება რო ერთვებათ და იმ მხოლოდ ფაქტები, მხოლოდ რაღაცა რეალური რაღაცეები არის მათთვის მნიშვნელოვანი და ყოველგვარ ემოციას არიან ხოლმე დაცლილები. ეს არის როცა რაციონალური გონება ირთვება, ასე ვთქვათ, გონივრული გონება, ემოციებისგან დაცლილი, ლოგიკასა და ფაქტებზე დაფუძნებული აზროვნება და აი პრობლემის ანალიტიკურ გადაჭრაზეა ხოლმე სულ ორიენტირებული და სადღაც რო გეკარგება, კი, მაგრამ ემოციაც ხო აქვს ამ ყველაფერს, ხო? და ემოციის გარეშე ცხოვრება ხო წარმოუდგენელია. აი სწორედ ამიტომ მესამე ნაწილი, მოდუსი, ასე ვთქვათ, ჩვენი გონების, ეს არის უკვე ბრძენი გონება. და ეს ბრძენი გონების გააქტიურება უნდა ვისწავლოთ და ფსიქოლოგები გვეუბნებიან, რომ თუ ჩვენ გვინდა რომ სტრესი ვმართოთ, თუ ჩვენ გვინდა რომ აი ამ უსარგებლო წარმოდგენებში არ გადავეშვათ და მართლა ჯურღმულებში არ ჩავიდეთ, ხო? სადაც არ გვინდა რაღაც ეტაპზე ჩასვლა, ჩვენ უნდა სწორედ ბრძენი გონება ავამოქმედოთ, რომელიც არის ბალანსი ემოციის და რაციონალურობის. თუმცა მარტივად ჟღერს, მაგრამ შესასრულებლად დამეთანხმებით, რომ ძალიან რთულია, ხო? მაგრამ არის ამის არეალი, ასე ვთქვათ, რომ ეს ჩვენ გავაკეთოთ და აქეთკენ წავიდეთ. მაგალითად, გვეხმარება ბრძენი გონების ამოქმედებაში რამდენიმე ტექნიკა, რომელი ტექნიკაც თქვენ უნდა მოირგოთ, რომ ყველაზე მეტად თქვენთვის სასურველი რომელია, შემდეგ გამოიყენოთ. როცა ძალიან დიდ სტრესზეა ლაპარაკი, როცა მე ვგრძნობ, რომ უკვე რაღაცა მემართება და ვეღარ ვმართავ თავს, პირველი რა არის, რომ მე უნდა დავარეგულირო სუნთქვა. სუნთქვის დარეგულირება მეხმარება ძალიან, რომ ემოციებში არ გადავეშვა იმ კონკრეტულ შემთხვევაში და ვმართო საკუთარი აქ და ახლა რეაქცია. და სუნთქვის მეთოდები როგორია, ამაზე ახლა ძალიან ბევრია ინტერნეტშიც და მეც შევეხვები მოგვიანებით, მაგრამ აი სუნთქვის დარეგულირება არის ხოლმე ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ღრმა და რიტმული სუნთქვა ნერვულ სისტემას ეხმარება გაწონასწორებაში, დამშვიდებაში და შემდეგ უფრო რაციონალურად ვუდგებით ხოლმე ჩვენს რაღაცებს. მეორე, ეს არის, არ ვიქნები ორიგინალური, დამამშვიდებელი მუსიკის მოსმენა, ან პირიქით რაღაცა ენერგიული მუსიკის მოსმენა. ანუ ნიშნულოვანი არის, რომ ჩვენს განცდებზე და ჩვენს ემოციებზე ვიმუშაოთ და თუ კი რაღაცა მოქმედებს მასზე, თუ კი ეს არის, თქვათ, აი მე მქონდა ერთი პერიოდი,
ძალიან რთული პერიოდი და ვეუბნებოდი რა ეხლა წავედი მე ცოტა ხანში დაგიბრუნდებით და მივიდიოდი და რატომღაც ამოჩენებული მქონდა გია ყანჩელი და გია ყანჩელის მუსიკას უსმენდი და მართლა მშველოდა. აი იქ და იმ ჟამად რო რაღაცა ემოციებზე აგებული რეაქცია არ მქონოდა, აი ამაში ძალიან მეხმარებოდა. და ამიტომ ჩემი ცხოვრების ზოგადად ძალიან დიდი ნაწილი მუსიკას უკავია, მუსიკის მოსმენას და ეს მე ძალიან მეხმარება. მაგრამ ამას მე თანდათან მივაგენი და მივხვდი რომ მე როცა აფორიაქებული ვარ, ანერვიულებული ვარ, მე მირჩევნია რაღაცას მოვუსმინო და აი შემდეგ უკვე ამ ემოციას ცოტა რაციონალობაც იქნებ სადღაც მიესადაგოს და საბოლოო ჯამში აი ეს ბრძენი გონება ჩაირთოს. კიდე ერთი არის რომ გადავაფასოთ ჰობით, აი რაღაცა სხვით დავკავდე რა, აი იმ თემაზე არ ვიფიქრო, რომელიც ჩემთვის ახლა ძალიან მტკინვეულია და ძალიან ემოციური. მაგასაც მაგამდეც მივალთ, რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია სპორტი და ცურვა. კიდევ ერთი არის რომ მე გავჩერდე, აი ღრმად ჩავისუნთქო და ეს ამბავი სხვა პერსპექტივიდან შევაფასო, იმიტომ რომ სხვა პერსპექტივიდან დანახული ზოგჯერ ნაკლებად სერიოზული ჩანს ესა თუ ის პრობლემა. ამასთან არის დაკავშირებული შემდეგიც ფართო სურათი დაინახეთო და აი ჩარლი ჩაპლინის ჩემი საყვარელი ფრაზაა ადამიანის ცხოვრებაო ახლო ხედიდანო ტრაგედიაო და შორი ხედიდანო კომედიაო და აი მართლა ესეა ხო? ახლო ხედით როგორი ტრაგიკულია ხოლმე რაღაცები ფორიაქობთ, ფაციფუცობთ, ნერვიულობთ, როგორც კი ზუმ აუტს აკეთებ, აი ცოტა ხანი ხვდები როგორი კომედიაა და როგორი მართლა სასაცილოა. და ეს ძალიან გვეხმარება ჩვენ ისევ ემოციის მართვაში და ისევ აი სტრესისადმი დამოკიდებულების გარდატეხაში. რომ ცოტა ზუმ აუტი გავაკეთო და მივხვდები რომ საერთოდ რა სისულელეზე დამკვირვებლის როლი მოვირგო და გარედან დავინახო სურათი და ჩარლი ჩაპლინის არ იყოს მართლა როგორც სასაცილო ხდება ეს ყველაფერი. ნუ ზოგადად მადლიერება ეხა ძალიან მოდაშია ხო, რომ დავსკროლოთ ეხა ჩვენი ყველას ტელეფონი, ამოგვიგდებს ალგორითმი ალბათ ნუ 10-დან 5 ვიდეო, სადაც გვასწავლიან როგორ გამოვხატოთ მადლიერება სამყაროსადმი იმისთვის, რაც გვაქვს, მაგრამ მართლა მუშაობს. მართლა მუშაობს, იმიტომ რომ თერაპიაზე, ფსიქოთერაპიაზე მოსულ პაციენტებს რო ვეკითხები, რომ რისი მადლიერი ხარ? არის ხოლმე 3 წამწუთიანი პაუზა, იმიტომ რომ ვერ თვლიან რისი მადლიერი ვარ. და როგორ შეიძლება არ ვიყო მადლიერი? ჩემმა სხეულმა რომ მე არ მიმტყუნა და დღეს აქ ჯანმრთელი მოვედი და დავჯექი და ვკითხულობ რაღაც ლექციას. ამის მადლიერი ხო უნდა ვიყო მინიმუმ. სხვა რაღაცებს თუ თავი დავანებოთ, ხო? ამიტომ მადლიერების ყოველდღიურ ცხოვრებაში შემოტანა მეხმარება სტრესთან გამკლავებაში, რომ აი სტრესორი კი არის დღეს ჩემთვის ძალიან მძიმე, მაგრამ მე მაქვს სამადლიერო რაღაცები, მადლიერების სივრცეები, რითიც უნდა ვიყო მადლიერი. მე რა რომ დღეს რაღაცამ ძალიან შემაწუხა. ხო? ეს დიახ. ზუსტად ამიტომ. აი სწორედ იქ სტრესის სტრესის ფაზები რო ვახსენეთ, იქ ერთ-ერთი ხო იყო მე რატო დამემართა. და რას ვქვია, მე რატო დამემართა? ამდენ რაღაცა კაი რო დამემართა, იმაზე რატო არ ამბობ, რომ ესე რატო დამემართაო? ესენი ხო დამემართა. ფსიქიკაა ეს ემოწყობილი და ამას უნდა ჩვენი გონება უნდა დავიმორჩილოთ. მოკლედ ყველაფერი ამაზეა დამოკიდებული. ისევ რითიც დავიწყეთ საუბარი, იმას რომ დაუბრუნდეთ, რომ მე სტრესს ვერ გავაქრობ. ვერ გაგიქრობთ, თორე ჩემი თავი გენაცვალოთ დიდი სიამოვნებით. ვერ გამოვა. ამიტომ მე ვიწყებ სხვაგვარად ამ სტრესზე ფიქრს და მართვას. შესაბამისად, მადლიერების განცდა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოვიტანოთ აქტიურობაში, ასე ვთქვათ, აქტუალობაში, ასე ჯობია რომ ვთქვათ. შემდეგი არის გარემოში რაიმე სიღრმისეულად მიაქცია ყურადღება. ეს არის სუფთად სტრესის მართვის ტექნიკა, რომელიც გვეუბნება რას, რომ მე როცა ახლა ძალიან დაძაბული ვარ, სტრესის კი არა და უფრო პანიკური შეტევის მართვის ტექნიკა, ვბრძანდით? კი, დავბრძანდით. მე როცა მინდა რომ რაღაცა ძალიან დიდი სტრესია და აი სწორედ დერეალიზაციის განცდა მაქვს, რომ აი სადღაც წავედი, გადავარდი თითქოს აი ოკეანეში, მეცხრე ტალღამ დამარტყა, აი ამ დროს ვიწყებ გარემოში რაღაცების აღქმას და ეს ტექნიკაც არის ძალიან ცნობილი, მაგალითად 5 რამ, რაც ირგვლივ არის. გონებაში ვიწყებ ჩამოთვლას, ნუ რაღაცა სურათი, შტატივი, სკამი, მაგიდა, მე რა ხმა მესმის. ეხლა მე მესმის ლიფტის ხმა და ცოტა პროექტორის ხმაც მესმის. მეტი თქვენი ტელეფონების ხმა არ მესმის და ეს იშვიათი ამბავია, მე სტუდენტებთან მე მიჩვეულსაც ჭრიალებს ხოლმე ტელეფონები და ასე შემდეგ. ხო, აი რა ხმები მესმის, მე ნუ რას ვხედავ, რა ხმა მესმის, სუნირისი მაქვს და ასე დრო შეიძლება ვთქვათ რაღაცა ჩემთვის ნაცნობი სუნამო თუ მაქვს ის დავისხარ, რომ აი ამ სუნმა აქ და ახლა დამაბრუნოს და მოკლედ ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ არ წავიდე, აი ეს დერეალიზაციის განცდა არ მქონდეს, აი ორმოში ვარდების განცდა არ მქონდეს და აი აქ და ახლა დავრჩე, იმიტომ რომ ეს მეხმარება ერთადერთ რაღაცაში ისევ, რომ მე არ დავკარგო აქ და ახლა მოქმედების უნარი. სტრესის მთავარი
მიზანი რა არის, რომ მე ფუნქციონირება დამაკარგვინოს და ფუნქციონირებას არ ვკარგავ მე თუ განცდა მაქვს, რომ აქ და ახლა ვარ. ამიტომ ესეც კარგი მეთოდია მეერე ბრძენი გონების, ბწყალებში ბრძენი გონების გააქტიურებისთვის და ივარჯიშე, რა თქმა უნდა, როცა სტრესია, აი ეს ვარჯიში, მოქმედებაში მოყვანა სხეულის, სადღაც გონებას აგრძნობინებს, რომ შეიძლება ის პრობლემა სულ არ არის გადაჭრილი, მაგრამ მე რაღაცով მოქმედებ. მოქმედებაში ვარ მოსული და მოქმედებაში მოსვლა მე მეხმარება იმის განცდის მოტანაში, რომ თითქოს გადავლახავ ამ პრობლემასაც. ცოცხალი ვარ, აი ზუსტად ეს არის, რომ მე კი არ გავიყინე და მე კი არ დავნებდი, ცოცხალი ვარ და აგერ ხა იმას თუ ვერ ვარ, რაღაცას ვერ უშვები, წავალ და 3 კილომეტრს ფეხით ვივლი, მოусმენ მუსიკას. სიარული ჩემთვისაც ხო, ეხა ბოლო დროს უკვე ეთყობა ძალიან სტრესი მაქვს, არ ვიცი, მეც უნდა მივხედო თავს, 10 კილომეტრს გავდივარ დღეში სიარულით. ხო გეხმარებათ, მეც ეს ვიპოვე. ხო აი ეგ არის, რომ მანამდე ვახსენე, რომ სამსახურები მაქვს ისე მორგებული, რომ ფეხით დავდივარ სამსახურში. და ესეც შეიძლება თუ ვერ მოვასწარი, მე ჩავდივარ და კიდე დავდივარ. სახლთან, მეტი ვერსად. მაგრამ მე ვიცი, რომ ეს მშველისმე. ამიტომ არის ბევრნაირი მეთოდია და ჩვენ უნდა მივაგნოთ იმას, რაც ჩემთვის არის. ვიღაცას უთხრა, რომ ჩემთან ერთად არის 10 კილომეტრიო, ისეთ სტრესს დავმართებ, რომ იქიდან გამოყვანა დასჭირდება. ან საერთოდ არ უნდა მივიდეთ. ხო, მაგრამ რაღაც სხვა უნდა მოძებნოს. თუ მე ამის უფლებაც მაქვს, ისე ჩავიკეტე, რომ მე ვეღარ თვით ეს ყველაფერი არის თვითზრუნვა, self care. თუმცა ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ეხლა ჩვენ ყოჩაღები ვართ და ყველა ყოჩაღი უნდა იყოს და თვითზრუნვა ყველას უნდა არა. თუ მე ვერ ვახერხებ ამას, ამაში არსებობს სპეციალისტი, ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი, დახმარების თხოვნა ის არ უნდა მოგვერიდოს. ხო, ეს არის ძალიან მთავარი წესი საერთოდ, როცა ჩვენ ფსიქო განათლებაზე ვლაპარაკობთ და ვლაპარაკობთ ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე. ეხლა ჩვენ საუბრობთ იმ შემთხვევებზე, როცა მე შემიძლია, მე მინდა რომ უკეთ ვიყო და მოდი აბა როგორ ვიყო უკეთ, როგორ ავამოქმედო აი ეს ბრძენი ბჭყალებში გონება, რომ მე არ დავკარგო რაციონალობაც და თან ემოციაც შემოვიტანო ჩემს ყოველდღიურობაში და ემოციამ არ გადამიტანოს ან მხოლოდ რაციონალურმა ნაწილმა, ხო? ვარჯიში მნიშვნელოვანია. კიდევ ერთი არის ესეთი ტექნიკა, წარმოიდგინე უსაფრთხო ადგილას თავი და ან წარმატება წარმოიდგინე, რომ მოსულია, ხა ეს ცოტა ისეთი ძალიან დასავლური ტექნიკაა, მაგრამ აი ეს უსაფრთხო ადგილის ტექნიკა ძალიან კარგია სხვათა შორის, ამას burnout-ის დროსაც, ეხა მოდაშია ეს ამბავი, ამას ასე ვთქვათ, ავითარებენ ხოლმე. რომ აი დახუჭო თვალები და წარმოიდგინო გარემო, სადაც ყველაზე კარგად გრძნობდი თავს და ძალიან ხშირად ადამიანებს ბებიის სახლი და აი ბებიის სახლში აი ცოტა სიძველის სუნი, თუ აი რაღაცა სუნია ხოლმე. შევსულ ვარ სხვათა შორის მე სხვა სახლებში ოდესღაც შევსულ ვარ ხოლმე, აი ის სუნი მიგრძნია და ძალიან დიდი ბედნიერება მოუგვრია წამიერი, რა თქმა უნდა. ან აი ბებიის გამოცხარი კექსის სურნელი, ან აი საღამოს დაწოლა იმ ჩემ ყუდრო ბავშვობის დროინდელ ოთახში ბებიასთან თუ დედასთან თუ მამასთან ერთად არ აღნიშნულ. აი ზაფხულის სამთვიანი არდადეგები. ზუსტად. ბავშვობა, კი, იმიტომ რომ აი ეს ყველაფერი მერე მოვიდა და სირთულეები მერე მოვიდნენ. მაინც. კი ბატონო. ეს არის ტექნიკა. აი უცებ თუ ვიგრძელი რომ მე ძალიან დავიძაბე და ეხლა რა ვქნა არ ვიცი, მოდი გავიხსენო ჩემთვის უსაფრთხო ადგილი და ამ უსაფრთხო ადგილებში ვიღაცები შემოვლენ, დედები, მამები. ესეც ჩემთვის ნიშანია, რომ ჭირდება. ემბრიონის პოზა, ხო, ესეც ვის რა გვეხმარება, ვის საშუალება. ამას ტრანსპორტშიც გამოვიყენებ, შემიძლია რომ სანამ ტრანსპორტით გზავრობ, ავტობუს გულისხმობ, შემიძლია რომ ეს გავააქტიურო და აი ეს განცდა მოვიტანო, რომ რაღაცა სიმშვიდის განცდა მოვიტანო, ხო? ამჟამად სტრესორს თუ ვერაფერს უშვები. ნუ შეისვენე ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, ხან მოკლე პაუზა, რომ მოდი ახლა ცოტა ხანი გავჩერდები, აი დამკვირვებელი ვახსენეთ და ზუსტად ეს არის, რომ მოდი ცოტა ხანი ახლა დამკვირვებლის როლს მოვირგებ. ფასეულობები და პრინციპები გავიხსენოთ, ანუ შინაგანი ღირებულებების გაცნობიერება სტრესულ მომენტებში კურსის შენარჩუნებაში გვეხმარება. ვინ ვარ მე, რა ფასეულობებზე ვდგავარ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია აქტუალობაში მოვიტანოთ. ნუ ბუნებაში დროის გატარებაზე ახლა აღარ შევჩერდები, ახლობლებს და მეგობრებს რო ვესაუბრებით, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ემოციური მხარდაჭერა, გრძნობების გაზიარება, დაძაბულობის
შემცირებაში გვეხმარება. სტრესს არ უყვარს და გაზიარება, რაც უფრო ვიკეტები, მით უფრო აზვირთებულია ჩემი სტრესი და მით უფრო მართლა რაღაცა ზვავია, რომელიც როდის მოწყდება მე თვითონ არ ვიცი და როგორც კი ვიწყებ ლაპარაკს, აი საუბარი მკურნალია, ესეთი ჩემი საყვარელი ფრაზაა. მართლა ესეა, როცა კი ვიწყებ გაზიარებას, რაღაცნაირად აი იცრიცება. აი ეს პრობლემა, აი ბოლოს არის ხოლმე საცერივით გამჭვირვალე, იმიტომ რომ მე ეს ამოვიღე, ამოვთქვი და ეს ძალიან მნიშვნელოვანი განცდაა ხოლმე. ნუ ცივი შხაპზე აღარ შევჩერდები, შეწყვეტე გადაჭარბებული ფიქრი, მარტივი სათქმელია ასევე, overthinking-ი აწუხებს 21 საუკუნის ადამიანს და ამაზე ცალკე შეიძლება ძალიან ბევრი საუბარი და აი შემდეგ სესიებზე შეიძლება ვთქვათ შევეხოთ ამ ტექნიკასაც, როგორ შეგვიძლია რომ დავძლიოთ აი ეს გადაჭარბებული ფიქრის სურვილი და გვახსოვდეს არა ცხადია, ისეთი არაფრით, რომელიც არის ხო რაღაცა სხვაგვარ პრობლემებს რაც წარმოაჩენს, ეგ არ უნდა გავაკეთოთ, რა თქმა უნდა. უნდა გვახსოვდეს, როცა ტექნიკებზე ვლაპარაკობთ, რომ ზოგიერთი ტექნიკა ენერგიას გვმატებს, ზოგი პირიქით გვართმევს ენერგიას. საკუთარ თავს უნდა დავაკვირდეთ, ავირჩიოთ ის სტრატეგია, რომელიც ან მამშვიდებს, ან მაძლიერებს და მივხვდე რა მეხმარება, რა როდის მეხმარება, ხო? შესაბამისად, აი ეს ერთი მეთოდი კიდევ ძალიან კარგია სტრესთან გამკლავების სამი ნაბიჯი, ეს არის ემოციების აღიარება, ფიქრებზე დაკვირვება და მოქმედება. კი ვახსენეთ, მაგრამ აი ესე თავს მოვუყრი კიდევ ერთხელ და ამასაც გაგიზიარებთ. პირველი ეს არის ემოციების აღიარება, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა ვაღიაროთ ემოციის არ აღიარებით, ეს ემოცია ხო არსად არ მიდის. არ ქრება, თავსდება სადღაც, იბუდებს და კიდევ უფრო რთული ფორმით გვახსენებს, რაც უკვე ვახსენეთ, როგორიც არის პანიკური შეტევა, სასმელზე დამოკიდებულება. შესაბამისად, აი რას განვიცდი ახლა? როგორია ჩემი ფიზიკური თუ ემოციური მდგომარეობა? აი ამ კითხვებს თუ ვუსვამე ხშირად, თავს დავპასუხობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე ამბავია, რომ ისევ რაზეც ვილაპარაკეთ, რომ შინაარს ვხვდებთ ყველაფერში და უნდა ვიფიქროთ ყოველთვის იმ ფიქრებზე, რაც მოდის ემოციებთან ერთად და მოქმედებაში მოსვლა როგორც წესი გვაიმედებს, ისევ, იმიტომ რომ განცდა მაქვს, რომ მე ცოცხალი ვარ, ხო? და კიდევ ერთი საკითხი, რაზეც დღეს ვისაუბრებთ, ეს არის სწორედ სტრესმედეგობა, სადაც ლოგიკურად მივდივართ, როცა თქვათ აი ამ ბრძენი გონების ამოქმედებაზე ვსაუბრობთ და პირველი ეს არის პატივი ვცეთ ემოციებს. პატივი ვცეთ ემოციებს რას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა საკუთარ ემოციებს თავს გამოვუტყდეთ ემოციებში და დავარქვათ სახელი ემოციებს. ესეთი ფრაზაც არსებობს, if you can name it, you can tame it. ანუ თუ შეგიძლია დაარქვა რაღაცა სახელი შენ ემოციას, შენ შეგიძლია მოათვინიერო, თუ რაღაცა სადავე გამოადო, თუ არ ვიცი ქართულად როგორ უნდა ვთქვა, მაგრამ მართლაც ასეა, ხო? მე როცა ვარქმევ სახელს იმას, მე რა მჭირს და რა მაწუხებს, რაღაცნაირად უკვე მე მოთვინიერებასაც შევძლებ. უნდა დავუმეგობრდე ემოციას, არ უნდა გავურბოდე მას. ჩემთან ერთი პაციენტი მყავდა, უსაყვარლესი ახალგაზრდა, რომელიც ატირდა, იმიტომ რომ ემოციური ვარო მეუბნებოდა და ადამიანები მეუბნებიან, რომ შენ ემოციური ხარო და რა ვიცი, რა არის ცუდი იმაში, რომ ემოციური ხარ, ხო? მიეცი უფლება თავს იყო ემოციური. და აი ამაზე რომ ბევრი ვილაპარაკეთ, მე მასაც რაღაცა სირცხვილის თუ რაღაცა უხერხულობის განცდა მოეხსნა და თქვა რა ხო, ემოციური ვარ და რა არის ამაში ცუდი. უნდა დავუმეგობრდე ამ ემოციას, ამიტომ არის ეს მნიშვნელოვანი, ხო? და დამშვიდდეთ და აი როგორც ბავშვს ჭირდება რაღაცა დარწევა, სწორედ ისე სჭირდება ჩვენს ემოციებსაც მოვლა და არა ვთქვათ განზე გადგმა და კიდევ უფრო შეშინება აი ამ ემოციის. არ უნდა შემეშინდეს ემოციის, უნდა მოუკიდო ხელი პირიქით და უნდა დამშვიდდე. რა თქმა უნდა, თუ გვეტირება, უნდა ვიტიროთ. როგორ შეიძლება რომ მეტირება და მე არ ვიტირო? სქესის მიუხედავად გავიგე, ქართული აღზრდა თუ ზოგადად აღზრდა ქალის კაცის, მაგრამ ტირილი არის ძალიან ჩვეულებრივი. შარლოტა ბრონტეს სიტყვებია, მე მგონი, რომ მეორო ტირიო კი არ მწვენია, სადღაც უწერია რომელიღაცა გმირზე, რომ კი არ მწვენია, არამედ ტირილი მეუბნება იმას, რომ მე ცოცხალი ვარო. რამდენჯერ ვახსენეთ ცოცხალი, ხო, ემოციებთან მიმართებაში. ხო, ტირი, იმიტომ რომ მე ცოცხალი ვარ. მერეც მეყოფა, როცა აღარ მექნება ტირილის საშუალება. ყელში მობჯენას და ემოციების წამოსვლას, რა თქმა უნდა, ეს ემოცია უნდა გამოვუშვა.
კი ბატონო. ამიტომ არის რომ აი აქტიურობას, ამიტომ ვურჩევთ, რომ აუცილებლად ფიზიკა უნდა წამოვიდეს, ფიზიკური აქტიურობა უნდა წამოვიდეს წინა პლანზე, რომ აი დამსხრევის რაღაცის ნაცვლად სადღაც სხვაგან წავიდეს, მაგრამ წავიდეს აუცილებლად ეს ემოცია, თუ მეტირება, მით უფრო ვიტირო, ხო? სუნთქვასთან დაკავშირებით არის ესეთი სუნთქვის ყუთი მაგალითად, შეიძლება იცით კიდეც, ხო? 4 წამი ნელა უნდა ჩავისუნთქო, 4 წამი შევიკავო სუნთქვა, 4 წამი ამოვისუნთქო, 4 წამი ისევ შევიკავო სუნთქვა და ეს მე მეხმარება რომ გული დამშვიდდეს, სწორად სუნთქვა დავამშვიდო, სუნთქვის გამო გული დამშვიდდეს, ესეთი აფორიაქებული და გადარეული აღარ ვიყო. ნუ აქ დაახლა ყოფნაზე ვილაპარაკე პრინციპში და მეც აღარ გავაგრძელებ. დღიურის წარმოება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ფრთხილად უნდა ვიყოთ აქაც, იმიტომ რომ ეს ყველას არ შეუძლია, მაგრამ თუ მე რაღაცა მაწუხებს და მე თუ აი ეს ვერ ამოვიტანე თავის დროზე, ვერ ვიპოვე მეგობარი, რომელსაც მოუყვებოდი. არ მქონდა საშუალება ფსიქოთერაპიაზე წავსულიყავი, მაგრამ ნუ მაწუხებს, დაგროვილი რაღაცა, აი ესეთი ბურთია სტრესის, ტრაუმის თუ ემოციის, რომელიც მე უნდა სადღაც წავიყო, ძალიან კარგი მეთოდია დღიურის წარმოება, რომ მე დავჯდე, დავწერო ის, რაც მაწუხებს, დავწერო და მე ჩემი იყოს, რა თქმა უნდა, ყოველგვარი გაზიარების, და შემიძლია მე დავხიო, ცეცხლი წავუკიდო, დავწმინდო რომ აღარ არსებობს, მაგრამ დავწერო, იმიტომ რომ რაღაცაერად გამოვიტანო ეს ემოცია გარეთ. დიახ. რა თუ არ ყოფნის დრო? თუ მე ვიცი რომ დრო არ მყოფნის, მე უნდა გამოვნახო დრო. თვით ზრუნვა მე ვახსენე, თუმცა ეს ტექნიკა არ მithქვამს, ჩვენ თუ ლაპარაკობთ იმაზე, რომ მე დრო არ მყოფნის, ჩემი პრობლემა ის, რომ მე არასწორად მაქვს დრო გადანაწილებული და მე უნდა ყველაფერი გავაკეთებ ისე, რომ გადავანაწილო დრო. ჩემი მეგობრებიც კი მერე რა ვქნა, არა მაქვს დრო ადამიანის ვიღაცის ნახვის, სადღაც წასვლის, ვარჯიშის, დრო კი არა გვაქვს. პრიორიტეტები არ არის სწორად დაწყობილი. ესე იგი, ჩემი პრიორიტეტი არ არის ვარჯიში. არა მაქვს დრო, რა თქმა უნდა, ვიტყვი არა მაქვს დრო, აბა ვარჯიში მეზარება ხო არ ვიტყვი. მესმის, რომ აი ამ აჩქარებულმა დრომ ხო და აი ეს პრიორიტეტები უნდა გადავახალისო, გადავხედო და აუცილებლად აღმოვაჩენ ხელოვნურად შექმნილ პრიორიტეტს, რომელსაც გამოვხშირავ, ასე ვთქვათ, ხო? თუმცა აქ ახლა მეორე მომენტია, რომ აი ვიცი, სამსახურში ვმუშაობ მე პირადად. რა გამოხშირვაზე ვლაპარაკობ და რა პრიორიტეტებზე, ხო? სამივე მჭირდება და იმიტომ ვმუშაობ. თუმცა სამივეში მე ძალიან დიდ სიამოვნებას ვნახულობ, მაგრამ ამას, ანუ კონტრარგუმენტად მეტყვის ადამიანი, რომ მე ვერ გამომუშაობ და ხა ჩემ პრიორიტეტებზე კი არ არის აწყობილი, საჭიროებებზეა აწყობილი. მანდაც შეიძლება ვიპოვოთ დრო. ყოველ შემთხვევაში, ოქროს წესი, დღეს რაზეც შეჯერდნენ მთელი მენტალური ჯანმრთელობის სფეროს წარმომადგენლები არის, რომ 3 რვიანის წესი უნდა დავიცვა ცხოვრებაში 24 საათში. ერთი რვიანი არის, რომ მე ვმუშაობ და ეს 1-8 საათი თავიდან ბოლომდე მუშაობას ვუძღვნი, მეორე 8 საათი არის ძილი და მესამე 8 საათი არის ჩემი პირადი ცხოვრება. ჩემი ოჯახი, პარტნიორი, მეგობარი, საკუთარი თავი. აი ეს 3 რვიანის ცნება უნდა მქონდეს მე აუცილებლად დალაგებული იმისთვის, რომ მე სწორედ მე პრიორიტეტებში არ ავირიო და არ თქვა რომ კი, მაგრამ რა ვქნა, როცა მე არა მაქვს დრო. დრო გვექნება, თუ ჩვენი პრიორიტეტი იქნება, რომ საკუთარ თავზე ვიზრუნო, საკუთარ ემოციებზე ვიზრუნო და მუდმივ სტრესში არ ვაყოფო თავი. იმიტომ რომ ჩვენს პირველ ნაწილში რაზეც ვილაპარაკეთ, მე თუ არ მივხედე აი ამ პრიორიტეტების დალაგების თემას, აუცილებლად მე ჩემი ფსიქოსომატიკა, ჩემი სხეული მიმახვედრებს ამას. და მიმახვედრებს ვითი? დაავადებით. შაკი კი მაქვს, მე ვიტყვი, წავალ გადასარევ ნევროლოგთან. ხარები მტკივა, წავალ მე ფიზიოთერაპიაზე და ძალიან ბევრ ფულს დავხარჯავ. კუჭი დღესდღეობით გასტროენტეროლოგთან რომ მიხვიდე ადამიანი, უმეტეს შემთხვევაში ეს არ არის ორგანული და გეუბნებიან რომ წადი ახლა შენ ფსიქიატრთან, იმიტომ რომ ანტიდეპრესანტი უნდა დალიო. ძალიან ბევრი ახლა ცისტიტი მაგალითად, ხო? ძალიან ბევრს აწუხებს, ქალებს აწუხებს განსაკუთრებულად და ცისტიტთან დაკავშირებითაც უროლოგების კონფერენცია იყო ამასწინ, რომლებაც თქვეს რომ მოდი რა მივხედოთ ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობას, იმიტომ რომ ესეც ფსიქოსომატურია და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი რაღაცა, ხო, ჯომით სამუშაოდ ჩემი არჩევანია სადღაც, ხო, იმიტომ რომ მე თუ გავაცნობიერებ, შემიძლია რომ ავდგე და მე ცოტა ხანი ვიარო, მე ისევ დავჯდე და ამითი ჩემი შრომის ხარისხი არ შემცირდება ნამდვილად. ეს არის სწორედ გაცნობიერებული ქმედება, აი სწორედ wise mind რაზეც ვლაპარაკობდით, როგორ უნდა მოვიყვანოთ აქტიურობაში, იმიტომ რომ სტრესი არის, სტრესს ჩვენ ვერ გავექცევით, მაგრამ როგორ უნდა მივუდგეთ ამ სტრესს, აი სწორედ ასე, მაქსიმალური თვითზრუნვით. და დღეს პრაქტიკულად დღესდღეობით ამ მთელი დასავლური ლიტერატურაც რო ავიღოთ მენტალურ ჯანმრთელობასთან მიმართებაში, დიდი წილი მოდის სწორედ self-care-ის განცდაზე. აი self-care უნდა მოვიტანო მე აქტიობაში, თორემ მე ვერ გავუძლებ.
21 საუკუნის ადამიანი ამ სტრესს, რა სტრესში ჩვენ ვიმყოფებით, რაზეც აი ვლაპარაკობ აგერ უკვე 1 საათია, ვერ გავუძლებთ თუ მე აი ეს self care საკუთარი თავზე ზრუნვა, თვით ზრუნვა არ მოვიტანე აქტიურობაში და აი ეს რო თქვენ ასეთი შინაარსის შეხვედრებს ესწრებით, არის მე მგონი საუკეთესო დადასტურება იმისა, რომ კი ადამიანებს გვაქვს ეს განცდა, რომ მე უნდა ვიზრუნო საკუთარ ფსიქოემოციურ ჯანმრთელობაზე. ძალიან მნიშვნელოვანი არის კიდევ ერთი რაღაცა, რომ კოგნიტური შეცდომები გავიაზროთ, როცა ჩვენ სტრესზე ვლაპარაკობთ და კოგნიტურ შეცდომებთან დაკავშირებით არის ძირითადად რა, რომ ნეგატიური ფიქრები უნდა ჩავანაცვლო რეალისტური ფიქრებით სტრესთან მიმართებაში და ძირითადად რა კოგნიტურ შეცდომებს უშვებთ, ახლა მოგახსენებთ. მაგალითად, ხშირად ადამიანებს ეჭვი-უჩნდებათ, რომ სხვები მათზე ცუდად ლაპარაკობენ. მაგალითად, მაშინ როცა ამის რეალური საფუძველი სულაც არ არის და ამას ქვია სწორედ კოგნიტური შეცდომა სხვისი აზრების წაკითხვა. თუ გითქვამთ თქვენ, ან თუ მოგისმენიათ, მაგალითად ესეთი ფრაზა, ან განცდა თუ ქონიათ, რომ აი სადღაც ოთახში შევედი და ორმა ადამიანმა ერთმანეთს გადაუჩურჩულა და მე ჩემზე ხო არის, მე მგონი ჩემზე ლაპარაკობდნენ. ან ვიღაცამ მესიჯი არ მიპასუხა, ალბათ გაბრაზებულია ჩემზე, ხო? მესიჯზე არ მიპასუხა, ისიც Facebook-შია ვიღაცა, ისინი ლაპარაკობენ. ისინი კი ბატონ, ეგეც. ისინი ლაპარაკობენ. კი. ისინი ლაპარაკობენ ან ერთმანეთში, ან ჩემზე. ეს არის სხვისი აზრების წაკითხვა, ხანდახან შეიძლება დამთხოვა იყოს, მაგრამ ეს არის კოგნიტური შეცდომა, რაც ჩვენ უნდა დავიჭიროთ, რომ ეხლა მე ამ კოგნიტურ შეცდომაში ვარ და მოდი ეხლა მე აქედან გამოვალ, იმიტომ რომ ჩემთვის საზიანოა. მაგალითად, კიდევ ერთი კოგნიტური შეცდომა მოვლენების კატასტროფად აღქმა. ზოგჯერ ადამიანები მოვლენებს ყველაზე უარესად ვაფასებთ და უარყოფით პროგნოზებს ვაკეთებთ. მაგალითად, თუ გამოცდაზე ჩავიჭრები, ჩემთვის ცხოვრება დასრულდება. თუ ამ სამუშაოს არ მივიღებ, ვერასდროს ვიპოვე კარგ სამსახურს, ხო? აი ესეთ კატასტროფულ აღქმას ვაკეთებთ ხოლმე, ესეც კოგნიტური შეცდომაა და უნდა დავიჭიროთ ჩვენი თავი, რომ ეს ეხა რეალურობა კი არ არის, იმიტომ რომ მე მტანჯავს მე ეს განცდა, ხო? იმიტომ ვამბობ ამ ყველაფერს, მე მტანჯავს და ეს არის ჩემი კოგნიტური შეცდომა, რომელ შეცდომაშიც ვარ ეხლა და აქედან უნდა გამოვიდე. ნუ შავ-თეთრი აზროვნება, თუ საუკეთესო არ ვარ, მაშინ არაფერს წარმოვადგენ, თუ დღეს არაფერი ღირებული არ გამიკეთებია და ესე იგი მთელმა დღემ და ცხოვრებამ უსედეგო ჩაიარა, აი შავ-თეთრი აზროვნება, ხო? ამ დროს ნახევრად, ხო? ამ დროს რო ჩავუღრმავდები, იმდენ რაღაცას მოგიყვება, რომ სასარგებლო გააკეთა, ნუ რა ვიცი, ბოლო-ბოლო ქოთანის ყვავილი მოურწყე და ეს შემილია იყოს სარგებლის მომტანი, ხო? და ასე შემდეგ. ემოციური მსჯელობა, მაქსიმალიზმი არის სწორედ ეს კი. ემოციური მსჯელობა თავს უიმედოდ ვგრძნობ, ესე იგი ცხოვრებაში არაფერი გამომივა, ან თუ ასე არ უნდა მოუქცეულიყავი და საშინელი ადამიანი ვარ, ანუ რაღაცნაირად ემოციურად რომ მსჯელობ რაღაცეებზე, ყოველგვარ რეალობას მოკლებული თვითგვემა, კი ბატონო, იმიტომ რომ ზოგჯერ ჩვენ გვაქვს განცდა, რომ სრულად დაუსაბუთებლად ვაკეთებთ დასკვნას, მხოლოდ იმიტომ რომ გული მკარნახობს ასე. ემოციური მსჯელობა რასაც ნიშნავს, ხო? იარლიყის მიკარება ხო ყველაზე მარტივი კოგნიტური შეცდომაა, რასაც ჩვენ ვუშვებთ ხოლმე, მაგალითად, ნუ რა ვიცი, დამავიწყდა რაღაცის გაკეთება და უვარგისი ცოლი ვარ, მაგალითად, არ გამოვგავი დროულად და აი რა საშინელი ცოლი ვარ. ან ცუდი დედა ვარ, ბავშვმა ორიანი მიიღო, დამირეკა დამრიგებელმა და გამლანძღა და აი როგორი ცუდი დედა ვარ. ესეც არის იარლიყის მიკარება და მე ეს იარლიყი მტანჯავს. მიშხამავს. მე მარტო ერთ დღეს კი არა, დღეებს და წლებსაც კი შეიძლება, ხო? გონებრივი ფილტრი კიდევ. აი მაგალითად, ბევრი საქმე გავაკეთე, ერთი ვერ მოვასწარი და გაფილტრავს ჩემი გონება იმ კარგ რაღაცებს და მარტო იმ ერთზე ვფიქრობ, რომელიც ცუდი იყო და რომელიც არ გამომივიდა. ან თქვათ რაღაც ლექცია ჩავატარე, მაგრამ ბოლო მერხზე სადღაც იჯდა სტუდენტი და თვლემდა, ან მესიჯობდა და მე ვამბობ, რომ აი როგორი უინტერესო იყო, ვერაფრით ვერ დავაინტერესე. და დანარჩენები რომ იყურებდნენ, ამას არაფრად ვაგდებ. ხო, აი ეს არის გონებრივი ფილტრი, რა ფილტრშიც ვატარებ იმ ინფორმაციას, სწორედ რომელმაც მე სტრესმა მოწყვლადი გამხადა და ნეგატიური რაღაცები დამაჭერინა, უფრო სწორედ, გამომაჭერინა და მე აი უარყოფით რაღაცებზე ვაკეთებ აქცენტს. ეს არის გონებრივი ფილტრი, რომელიც ჩართულია, რომელიც კოგნიტური შეცდომაა, პირდაპირ ესეა, კოგნიტური შეცდომა. და წერტილი. და ამ შეცდომიდან უნდა გამოვიდეთ, იმიტომ ვაცნობიერებთ, რომ შეცდომაა, რომ უნდა რაღაცნაირად დისტანცირდე და გამოვიდე. ზედმეტად განზოგადება, მაგალითად, არ მიპასუხა მეგობარმა ზარზე, ალბათ ყველასათვის არასასურველი ვარ. რაღაცა ისე არ მოხდა, ალბათ აი ზოგადად ასეთი ცუდი ვარ, რომ ასე მოხდა, ხო? ზედმეტად განზოგადებაც გვახასიათებს. პერსონიფიკაცია.
პერსონიფიკაცია ძალიან ემოციურია ბავშვებთან მიმართებაში. მაგალითად, მშობლები ჩხუბობენ, ჩემი ბრალია, ბავშვი ფიქრობს, მშობლები შორდებიან, მე ცუდად მოვიქეცი და იმიტომ გავაკეთე. თუმცა მარტო ბავშვობაში არ გვახასიათებს ეს და ხშირად გვახასიათებს უკვე ზრდასრულებსაც. მას რაღაცა ვთქვათ, დირექტორმა მომიღრინა და ნეტა მე ხო რაღაცა ცუდად ხო არ გავაკეთე, რამე სამუშაო. ამ დროს ის თავის პრობლემებშია და უბრალოდ იღრინება, იმიტომ რომ დირექტორია, რა ვიცი მე რატო ხო? ეს არის სწორედ ის პერსონიფიკაცია, რაც არ უნდა დავუშვათ და უნდა მივხვდეთ ყოველთვის, ეხლა მე მართლა ესეა, თუ ეს ჩემი წარმოდგენაა და მე ვდებ საკუთარ რაღაცა პერსონას აი ამ შინაარსში. დაღლილია ჩემი თავი არ ქონდა, აღარ ვუყვარვარ ყველაზე დიდი კლასიკა, რაც თქვა პარტნიორულ ცოლქმრულ ურთიერთობებშია და მე ამის ახსნა რო გვიწევს, რომ არა როგორ არ მიყვარხარ უბრალოდ, ну რა ვიცი, მე ორ სამსახურში და სამ რაღაც ვალდებულებაში ვიყავი გახვეული და ასე შემდეგ, ხო? უნდა განცხადო. დიახ. ამ დროს ჯობია რომ მე გავჩერდე, დავფიქრდე რომ რასთან მაქვს საქმე, ხო? ეხლა რეალურად ის კაცი გასო თავის პრობლემებშია გახვეული, ხელმძღვანელობს რაღაცას და მე თუ ცალკებად მომესალმა, მე რა შუაში ვარ მე? თუ ჩემი პარტნიორი დღეს დაღლილი მოვიდა სახლში და მითხრა რომ არ მინდა არჩენის ადილი და არც არაფერი და დაჯდა და პულტი დაიჭირა ხელში და რთავს არხიდან არხზე, იქნება და მას ქონდა ცუდი დღე და არა იმიტომ რომ მე აღარ ვაინტერესებ და მე აღარ ვიზიდავ. არ გვინდა. არა, არ გვინდა ლაპარაკი, რა თქმა უნდა, პარტნიორთან, ეხლა თუ პარტნიორია, რა თქმა უნდა და ჩვენი ახლობელია საუბარი მასთან. ყოველ შემთხვევაში, ასეთი ამგვარი დასკვნის გაკეთება და ამ დასკვნაში ხარშვა საკუთარი თავის არ არის სასურველი. ეს სტრესი მე მიაქტიურებს ჩემ მოწყვლად ნაწილს, ჩემს თვითშეფასებას. აი ძალიან ხშირად არის, მაგალითად, თუნდაც აი რაღაცა მეგობარი ეჭვი მაქვს რომ მეგობარი ცუდად მომეკდა. ან სწორად მეგობარი ცუდად მოიქცა, თქვათ რაღაცა კონკრეტულ სიტუაციაში. მე მიაქტიურებს რაღაცას ჩემი თვითშეფასებასთან მიმართებაში შესაძლოა. რომ აი მე ყველა ესე მომექცევა, მე რა დაბალი ღობე ვარ, ხო გვითხოვს ესეც, ხო? თვითშეფასებას ურტყავს სადღაც, კი, თვითშეფასებას ურტყავს. ობიექტური თვითშეფასება თუ არ გვაქვს და მე თუ არ, თუმცა ახლა თვითშეფასებაც ხო ძალიან მყიფე რაღაცაა, ეს არ არის კონკრეტული შინაარსის, ხო? და ჩვენ გვექნება მოგვიანებით საუბარი, მე მგონი მეორე, ეხლა შემდეგზე გვექნება სწორედ თვითშეფასებაზე ლაპარაკი, როგორ იგება ეს თვითშეფასება, რა აგურებს ვდებ მე და ბავშვობაში რა ვდებდი და რა ჩაიდო ბავშვობაში, რომ ეს თვითშეფასება ამგვარი ყოფილიყო. თვითშეფასებაზე რა თქმა უნდა ძალიან ბევრი არის დამოკიდებული. მე როცა კი მიაქტიურდება ასეთი კოგნიტური შეცდომები, ეს ძალიან ბევრი ჩემ თვითშეფასებასთანაც მიდის. ერთმანეთთან ყველაფერი ერთმანეთთან არის კავშირში. ჩემი ლექციები მე შევეცდები, რომ ერთმანეთთან იყოს, ასე ვთქვათ, ერთმანეთთან დაკავშირებული. კი, იმიტომ რომ როცა მე ჩაღრმავებას ვსწავლობ, ხო, აი რა ვიცი, მე მაქვს ეს ხო, რას დავასრულებთ არ ვიცი, შეიძლება კიდევ უფრო მეტი კითხვა დავუბადოთ, არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე მქონდა ეს განცდა და მართლა მოვამზადე ამგვარად, რომ ერთმანეთი შეავსოს აი ამ რაღაცეებმა და საბოლოო ჯამში რაღაცა ვიცოდე საკუთარი თავის შესახებ. ყოველ შემთხვევაში კითხვებისად მოვძებნო, კითხვებზე პასუხი ეს მაინც ვიცოდე და როცა მე რაღაცა ამგვარ კოგნიტურ შეცდომაში ვარ, დავიჭირო მე თქვენთვის საჩუქრებიც მაქვს ერთგვარი პატარა ჰენდაუთები, რომელსაც გაგატანთ, სადაც ეს კოგნიტური შეცდომებიც არის ჩამოწერილი, რომ ვავარჯიშო საკუთარი თავი და ვიმეორო, რომ აი ხა მე ამ კოგნიტურ შეცდომაში ვარ და მეტი არაფერი. ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ მოვიტანო ყოველდღიურობაში. უნდა განცხადებები, მაგალითად, უნდა ვიყო ძლიერი. თუ არა და საერთოდ არ წარმოვადგენ, უნდა ვმუშაობდე ყოველდღე ძალიან ბევრს. აი სწორედ როცა ჩვენ საუბრობთ პრიორიტეტებზე კი არა და იმაზე რომ დრო აღარა მაქვს არაფრის და დღიურის წერის. აი მანდ არის ხოლმე ძალიან ბევრი ისეთი უნდა განცხადებები საკუთარ თავთან მიმართ. უნდა ვიყო, რა ვიცი, ძალიან მაგარი შრომელი, უნდა 6 საათის მერეც თუ დასჭირდა უნდა ვიმუშაო, აბა რა უნდა ვქნა. და რეალურად ეს არის უნდა წარმოდგენა, რომელიც მე მოვახვიე საკუთარ თავს, არც არავინ შესაძლოა ამას სულაც არ მთხოვდეს. და მე ეს უნდები უნდა დავინახო, ასე ვთქვათ და დეკონსტრუქცია მოვახდინო. ნუ დადებითი მინიმუმამდე დაყვანა ან დისკვალიფიკაცია, ესეც კოგნიტური შეცდომაა, რომელსაც ნუ სტრესის დროს განსაკუთრებით მძაფრად გრძნობთ ხოლმე და ამაზეც უნდა ვიმუშაოთ. მაგალითად მე მომისმენია ესეთი რაღაცა, დამაწინაურეს, მაგრამ ალბათ იმ მომენტში უბრალოდ გამიმართლა. იმ მომენტში ალბათ სხვა არავინ იყო. რომ ჩემს ნაცვლად ის დაეწინაურებინათ. გაუფასურება,
ხო, ესეც კოგნიტური შეცდომაა და ამაზეც მე გვიწევს ისევ თვით შეფასებასთან მართალი ბრძანდებით თქვენ ბმაში. რამე ხარ კონდეთ? ხო, ტკივილის გაუფასურება, რა ვიცი, ახლა გავშვა რაღაცით კინა და არაფერია ხო, ეს არის ჩვენი აი ემოციების ხო, ეს არის ჩვენი ემოციების დაბლოკვის და არასწორი აღზრდის ნაწილი, ხო, იმიტომ რომ მე ეს ბავშვი ყველა ემოციის დაბლოკვას სწავლობს და მე გვიკვირს რატო არის გულჩათხრობილი, რატო არის ასეთი, რატო არის ისეთი, ხო? და ბოლოს და ამით გაგანებებთ თავს და უკვე თქვენ კითხვებს დიდი ინტერესით მოვუსმენ, რას გვთავაზობენ აი სტრესმედეგობის ნაწილში, საკუთარი თავი შევისწავლო. აი აქამდე მივდიოდით რეალურად, მთელი ეს ჩემი 1 საათიანი საუბარი ამას ემსახურებოდა, რომ მე გავიგო საკუთარი თავი, ვინ ვარ მე ამ კითხვაზე მქონდეს პასუხი. კი არ გავექცე უამრავი პასუხისმგებლობის ფონზე, უამრავი რაღაცა ვალდებულებების ფონზე და მე თვითონაც ვიგონებ მე კიდე თან რაღაცებს, კიდე უკეთესად გავექცე საკუთარ თავს. არა, პირიქით დავუახლოვდე, ვინ ვარ მე ამ კითხვაზე მქონდეს პასუხი. შევანელო სულა, ჩვენი ტენდენცია არის, რომ სადღაც მიჩქარება და საკუთარი თავისთვის დრო არ რჩება. მე მყავს პაციენტები, რომლებსაც ყველაზე მეტად აშინებთ და აქამდე მივედით და თვითონაც რო აღმოაჩინეს ეს, მე ამისით შეგვეშინდა, რომ ყველაზე მეტად აშინებთ მარტო დარჩენა. მარტო არ ყოფილან. საკუთარ თავთან მარტო ყოფნა გვაშინებს. იმიტომ რომ არ ვიცით იქ რა დაგხვდება. იმიტომ რომ მივეჩვიეთ მაქსიმალურად განცალკევებას და დისტანცირებას. ამიტომ საკუთარი თავი უნდა გავიცნოთ, უნდა შევანელოთ სულა, პატივი უნდა ვცე ემოციებს, ნეგატიური ფიქრები, რაზეც ბევრი ვილაპარაკეთ, ჩავანაცვლოთ პოზიტიურით და ბოლოს, რაზეც ბევრი ვილაპარაკეთ ჩვენი საუბრის დასაწყისში, გვახსოვდეს, რომ სტრესს აქვს საზრისი და ეს საზრისი უნდა დავინახო და ამ საზრისით მე უნდა ეს სტრესი გადავლახო. საზრისი გადამალახვინებს მე ამ სტრესს. და ბოლოს ჩემი საყვარელი ციტატა, ის ვინც მიზეზს პოულობს, რატომ იცხოვროს, თითქმის ყველა როგორსაც გაუძლებს. და მართლაც ეს არის მთელი ჩვენი, ასე ვთქვათ, ანბანი და ანატომია სტრესის, რომ ვინც პოულობს მიზეზს იმისა, თუ რატომ ვცხოვრობ, რა არის ეს ჩემთვის ეს ცხოვრება, ყველა როგორს შესაბამისად, ყველა სირთულეს და ყველა სტრესს გაუძლებს. ეს სამწუხაროდ ჩემი სიტყვები არ არის, ნიჩეს სიტყვებია, მაგრამ ჩემთვის ძალიან საყვარელი. დიდი მადლობა.